და ვერამ ვერ გაგათხოვებს ძალით. შემომხედეთ მე. ტრენდებს ქმნი მე საყვარელო და რა ჰეილი ბიბერი გაიგეთ? საკმაოდ ასაკოვანი. თუმცა მაინც ახალგაზრდა ქალბატონია 60 წლამდე. წი ვარ ახლა უფულო და პრინციპული. აი, კალაზე შეიძლება გაათხოვო, მაგრამ პაპუაშვილს ვერ გაათხოვებ, დედას პიცა ვარ. აი, მე გაგუცრა. ახლა მართლაც ავიჯვით. გილოცავ ეს ჩვენი ბესებ ეპიზოდი. როგორ ახარ? რავი, კარგად, შე როგორ ხერაშვები, ბავშვები როგორ არიან? რომელი ბავშვები? პირველი თუ შენ სადაც არიან როგორც არიან ალბათ კარგად. ანუ შენ ჯერ ვერ გაბედნი ერთი. იცოდნენ მაინც როგორ ეს გოგო თავისუფალია, მაგრამ ჩემთან უნდა გაიაროთ face control. სულ სხვა რაღაცას ვაპირებდი. საუბარს ეს სხვაგან წამიღო, მაგრამ მე ისევ დაბრუნდები. ესე იგი, მესამე ეპიზოდი კი არის შეიძლება, მეოთხე არ იყოს. იმიტომ რომ დაგწყელა ვინმე? იმიტომ რომ ყოველ დღე მიჭირს ამ ქალაქში გადაადგილება. მე ძალიან ხშირად დავდივარ. არა. მე ძალიან ხშირად დავდივარ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და შენ გაგაცხოვებით, იმიტომ რომ შენ სახალხოარდისტი ხარ და მე არავინ. ლიხი ქალი. და მეტრო არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი ტრანსპორტი ავტობუსის შემდეგ. არა, ავტობუსზე წინ არის. როდი მე ვაკეში ვცხოვრობ და მეტროს ვერ გავუთხრი ჩებით და ავტობუსში რანაირ დავიდე ამ წრეში, მაგრამ მე რატო არ დავდივარ, მაგას მე მოვყვები შენ დამთავრდა. ხო და მოკლედ მორი გზავრობისას, როცა მეტროდან გადმოვედი და ზემოთ უნდა ამოვიდე, ესკალატორთან ხედავ რომ რაღაცა ჩხუბია, ხედავ რა მესმის, იმიტომ რომ პეტრე გოგო ვარ და მე ყველაფერს ვერ ხედავ ზემოდან. და ძალიან ჩხუბი იყო რა, ვიღაც ნასვამი ადამიანი, ვიღაც ბუგინობდა და ეს ზუსტად ეს ხდება, ეს აკვარიუმში რო ქალების ხედან იმის გვერდზე, მაგრამ რა თქმა უნდა მას რეაქცია არ აქვს, თავი არ მოუყვია იმ რაღაც Candy Crush-ის თამაშიდან. როგორც ტრადიციულად ხდება ხოლმე და კი ვიფიქრე სადღაც რომ მეთქი იქნებ ხوار დაველოდო რომ ეს ნაკადი ავიდეს და მე ავყვე რა მე არ მოხდეს არ დაგორდნენ და ასე შემდეგ მაგრამ მეჩქარებოდა და გავრისკე ჯობდა არ გამერისკა სადღაც შუაში სრულიად მოულოდნელად იწყება ყვირილი ხალხის და ხალხი იწყებს უკან ჩამოსვლას ისე რომ არც არავის გაუფრთხილები ვარ გაჩერდა ესკალატორი შეყალდით და ხალხი მორბის და ვიფიქრე რომ ზაფის გორგალი ხوار მოგორავს ესე ხალხის გაგაკეთებული. გუნდა რომ და ზვავად რო კეთებ, მე ეკვე წარმოვიდგინე რომ ეს ხალხი ერთმანეთზე გადადის, მე მეჯახება ჩამიტანს, თან საკმაოდ შუაში ვიყავ, ვერსად ვერ გავიქცევით თან ამავდროულად, ვერც ჩავირბენ ვერაფერი, იმიტომ რომ გაჭედილია მთელი ესკალატორი და მეთქი ეხლა დაკო აქ რატო უნდა მოკვდე ამ ახალგაზრდა ასაკში. ძალიან როგორ დამენანებოდი? ხო დაგენანებოდი. მეც დამენანა ჩემი თავი და ის ბავშვები გვერდზე რომ ედგნენ და საწყლად ეუბნება დედამისს დედა რა ხდება და დედამისი ვერაფერს ვერ ეუბნება რა შვილებმა არაფერი ყველაფერი უკან გამოდი რაღაცა კედელზე წევდა რომელიც არ არსებობდა სინამდვილეში არანაირი კედელი და მოკლედ ამ ყვირილზე და ამ ამბებზე ხალხი ყვირის რო გააჩერეთ ეს ესკალატორიც ამ ხალხის ყვირილზე გაჩერდა ის რატოღაც თვითონ ვერ მოიფიქრეს პატრული არსად არ არის დაგორდა ის თვალი იმ ვიღაცა მთვრალმა დაიწყო ჩხუბი ფიზიკური გაწევ-გამოწევა იყო მოკლედ რომ მოუყვე და ხახმა გააშველა როგორც მივხვდი ხა იქ დროშაზე არა არა დროშაზე არა არ ვიცი რა ჩხუბობდა მთვრალი იყო და რა ვიცი ჩხუბებოდა და ჩხუბობდა მაგრამ არავინ არ იყო გამშველებელი ქვემოდან მის პატრულია თუ პოლიცია თუ არ ვიცი რა ფორმა რო აწვიოთ ის ხალხი დაცვა დგას და უყურებს ზემოდანაც უყურებენ და ეს ხახმა უნდა გააშველოს რა თქმა უნდა ისევ იმიტომ რომ რა ვიცი რისთვის ვიხდი გადასახადებს უბრალოდ გველმოქმედი ვარ როგორც ჩანს. რავი აქციებზე თავპრიზიდენტს მოგვდევდი რა მეტროში. ეს პატრული ყველაფერი დამთავრდა ეს ორი პოლიციელი მე ამოვიდა სირცხვილის კორიდორში გაატარეს ქალებმა რომლებიც უყვიროდნენ რომ სად ხარ აქამდე აბა დროშა იყოს ხო გამოიქცეოდით რაც ძალიან სწორი შენიშვნა იყო. იმიტომ რომ უკვე მეასეჯერ ხდება ესეთი რაღაცა რომ ძალიან ელემენტარული უსაფრთხოება რა იყოს დაცული ამ ქალაქში არ ხდება. აი ხა ეს არაფერი არ იყო იქ რო ის კაცი 2 წუთი მოეთმინა მაგრამ ქვია დაეკავებინათ და რა მოეშვათ ბუგინში ყველაფერი თქვენერით განვითარდებოდა მაგრამ ნუ რას ვიზამ ჩაერთე მეტროს მოუწესრიგებლობაზე რო ვლაპარაკობთ მე მეტროც სერული არ მიწევს და ძალიან იშვიათად მიწევს ჩასვლა ზოგადად ბავშვებში სულ რამდენჯერ მე ვარ ნამყოფი და ჩემს იყო დიდი ატრაქციონი და დედაჩემთან ერთად ვარ ერთხელ და ნუ დედაჩემს არ უწევს ეს მეტრო რა ეგეთ ადგილზე ვცხოვრობთ რომ მეტრო კი ავტობუსთან ბავშვი არაბოდის ბაკის მაღალმთიანეთში და ხოლმე თასვლელები ხოლმე თასვლელები და ესა თის ველოსიპედის ველოსიპედი რომ თაშდედენ ხალხი იჩდება ხოლმე ჩემს სახლთან პანჯრებს რო წმენდნენ ერთხელ ვარ მეტროში და დანუ ამ მეტროში არ ვიცი საბრალოდ გამოაცხადა ეს რომ რაღაც ბოლო გაჩერება შეეცვალა მაგრამ არ ვიცი ხა ჩვენ არ უსპეთ მე ბავშვი ვარ 7 წლის ეს მეტრო წავიდა სადღაც 15 წუთი სიბრალში ვიჯექი
დედა მეუბნება რომ ნუ გეშინია დე თვითონაც თვითონაც რაღაც ცოტა რო ფერია რა ხო ისი რო ხვდები რომ სიმდელია მაგრამ თეთრდება ანუ მე უკაცაბობი და ეს მეტრო ნუ კაი მაგაზე არ ვაპირებდი ახლა ვაპარაკს მეტროზე მახსენდება ორი რაღაც ნუ ავტობუსში ჯერანერ დავიდე ხალხი ყარს ანუ რა ხალხო რა გჭირთ ანუ რა თქმა უნდა ამას ვინც უყურებს ალბათ უმეტესობას ეგ პრობლემა არ გაქვთ მაგრამ ანუ ყარ ან რა გჭირთ ანუ საშინელება მესმის რომ ცხელა მაგრამ დეოდორანტი იყიდეთ ხო ჩაიბანე წარმოსაგდა გავხარ რაღაც გააკეთეთ საშინელება ვერავალ რეალურად ერთ სხვა პრობლემა მაქვს რატომაც ვერ ავდივარ ამაზე ცოტა მე მოვყვები მაგრამ ანუ ერთი პრობლემა არის ეგ ჰიგიენის პრობლემა გვაქვს სერიოზული ქვეყანაში მეტროშიც იგივე პრობლემაა მეტროს მეშინია კონკრეტულად ორი რაღაცის გამო ბავშვობიდან მეშინო და ბავშვობიდან იმის რა ქვია ზოლი ანუ ახლოს მისვლის რა და წინ ვერ მედიოდი და ის რაც ვდახე ვიღაცა გიჟმა ბუდიშ ფსიქიკური ავადმყოფობის გორი ადამიანმა რომ ადამიანი ჩააგდო იმაში ხო ლიანდაკებში ეს რატო იყო ის ადამიანი ესე იქ უნივერსიტეტის მეტროსთან აქვე ანუ ეგ რო ვნახე იმის მერე მივხვდი რომ ჩემი შეში ნამდვილია და მაგრამ ეგეთი ადამიანები არსებობა შეიძლება ესე ვიღაცა მაგრამ ისეც ამ სიამოვნებს რა ახლოს თქო და იხა საერთოდ სადღაც შუაში ვდგება რა ნუ იქეთ მაგ ვიდეოს მერე მეც ეგრე ვიყავი რომ ძალიან ფრთხილობდი მე რაღაც გავიდა დრო და ავიშვი მაგრამ იმ დღეს უბრალოდ ჩემთვის იქ გზოლები ხო არ დახაზული სადაც არ უნდა გადახვიდე იმიტომ რომ მე სულ მეშინია ხალხი ისე წინ დგას რომ მგონია რომ ერთხელ ვიღაცის თავი მომხვდება ჯოულებრივ ეს წაგლეჯილი კი ძალიან საშიშია მართლა და კიდე უფრო საშიშები არიან თუ ოდნავ წინ დგახარ და წინ არ მიდიხარ შენ რომ შეასკდე პირდაპირ ვაგონს უკრინდა რომ გაწვებიან განსაკუთრებით შუახნის ქალები, რომელსაც მესმის რომ მალე უნდა შესვლა და დაჯდომა და ასე შემდეგ, მაგრამ აუცილებელი არ არის ეს ჩემზე გადავლით მოახერხო და ისე მოიპოვო ეს ადგილი, იმიტომ რომ ფეხი გადგას რომ მალე შევიდე. ანუ ჭოჭოხეთი ტრიალებს მაგ დროს და კიდე ის დასაჯდომზე ვიტყვი რა, მე არ მიყვარს არც ავტობუსში, არც მეტროში დაჯდომა. და ვიღაცა რო შემოვა აუცილებლად დავსვა როგორც წესი არ ვზივარ ანუ არ მიწევს არ ვსვათ მაგრამ რო ვიზე აუცილებლად დავსვა მაგრამ რო გავალდებულები რა უხერხულია იმიტომ რომ მე შევსწრები რომ კონფლიქტს ავტობუსში კონკრეტულად რომ გოგოს ეუბნებოდა ვიღაცა მოხუცი ქალი ეჩხუბებოდა ოღონდ ვინც ფეხზე იდგა ის კი არა ვიღაცა იჯდა და ეჩხუბებოდა იმ ქალის მაგიბრად როგორ არის ვაფშე უზრდელო კაცო იქნებ რა პრობლემა აქვს კი ჩვენ ერთი მეგობარი ემდენი თანაყოლი თუ შეძელი დაავადება აქვს ბუკეტია ჩვეულებრივი ანუ იმ ადამიანს სჭირდება რომ იჯდეს იქნებ ვინ გეკითხებათ კი ნამდვილად თუ ძალიან გაწუხებს ადექი და შენ დაჯექი და ეს ანუ ეს ვალდებულება რაღაცნაირ სახით რო გიყურები რომ გეკონება ვალი მაქვს მისი რა ანუ თუ შემიძლია ავდგები და დაგსვა მაგრამ იქნებ ყუდები მე თვითონ ანუ სახეზე რომ მეტყობა რომ შენზე პასაკით პატარა ვარ არ ნიშნავს რომ ეს მაგრაგვია აუ თანით რა არის აი კაცებისგან განსხვავებით მე მაგერთა წელი მაწუხებს მაგრამ მაინც მიჩვენე ვიტკერხო მაგრამ როცა მაგერთად ქალს აქვს პერიოდი ხო მენსტრუალური ციკლი მაგ დროს ცუდად არის ვერ დგას იქ რეფექზე ადამიანი ხო და მე და აუხსენია ხა აქციების პერიოდში ხალხი თუ გახსოვთ ხალხი რო გარბოდა მეტროში რო ისა რაღაცა გაზისგან თავი დაეცვა და იმ რეზიდენტ ტყუებისგან და რო ჩააწიეს მიწაში გაზის კამერად რო გადაიქცა მეტრო ხო ანუ მაგის მერე ისე მაშინია ჯერ აქციის დროს მეტრო არც მიფიქრე მაგრამ წესით ლოგიკურად კარგი გამოსავალია რა თუ გაქცევა არის წახვა და მე წაგიყვას ანუ ზოგადად როცა ადამიანებს შლი არ უნდა გაეკიდო სახლამდე არ უნდა ზდიო მეტროში როგორ ჩაუგდეს მოხუცებს და არა მარტო მოხუცებს ხო ადამიანებს იქ ზოგადად ეგ ხო საზოგადოებრივი ტრანსპორტია და შეიძლება აქციის მონაწილეც იყოს და შეიძლება არ იყოს აქციის მონაწილე საერთოდ ანუ რენდომ ადამიანი და ანუ ყველაფერი ფეხზე კიდიათ მაგრამ მარშრუტკაში არ მჭდა რომ მართლა ძალიან დიდი მე მარშრუტკაში ვერ მარშრუტკების ანუ ავტობუსებშიც ეგრე ხშირად არ დავდივარ არა უკაცრიელს სამარშრუტო ტაქსი ანუ ეს არ ვიცი რა არის რაც ჩვენთან დადის ანუ გარედან რომ შეხედა ხო კარგად გამოიყურება მე მახსოვს რომ ეგენი რომ თავიდან შემოვიდა უბრალოდ იმიტომ არ ავდიოდი რომ კარს ვერ ვაღებდი და ვერ ვხურავდი რაღაც მძიმე იყო თუ რაღაცა მე მგონი არის ავტომატიზირებული და ამათ გათიშული კონდა თუ რაღაცა აი უბრალოდ ის აი ამე ვერ ვეტევის კამებს შორის მარშრუტო მაგით არ მეყვარს ფეხებს მე კამზე მე არ ვარ მართლა მე ესეთი რაღაც დიდი გაბარიტები სტაროვი გოგო არ არის სხვა მსხვილი არა ნამდვილად რომ აი ვერ დავჯდე იმ კამზე მაგრამ აი ამ სივრცეში ნორმალური ადამიანი ნამდვილად რთულია რომ დაეტიოს მაგრამ მე მქონდა კარების გამო პრობლემა რომ ვაღებდი და რომ ვხურავდი, ანუ კარგად არ იხურებოდა რა, ეთყობა საკმარის ძალას არ ვატანდი, რაც მქონდა იმას ვატანდი. და ამაზე მძღოლი მეჭხუბებოდა. და აი უბრალოდ ეს კონტაქტი ისე მღლიდა, რომ ორჯერ ვარ ასული და მე რა მღლიდა ეცი? ეხლა აღარ მაგრამ ბავშვობაში ეგეც იმიტომ რატო რაზეც ვილაპარაკებ მაგას უკავშირდება. გაჩერებაზე, ფაინები. გამიჩერეთ, აქ გამიჩერეთ ვერ ვიწახდი. აი იმისმა მომგონმა გაიხაროს გაჩერებები რო არსებობს და მარტო ადრე უნდა გაჩერდე. ძალიან ახლოს მივდიოდი მძღოლთან. ცოტა ხით ადრე სამჩასო მომიწერა და ძალიან ჩვეუდი ვიყავდი აქ ჩამოვალ. და იმ ხალხის გამბედაობა ბოლოდა რო ყვიროდნენ რომ გამიჩერე საოცარი. ყოჩახ გმირები ხართ შევცვალ. ნამდვილად.
უკვე დავასრულოთ ეს ტრანსპორტზე საუბარი, იმიტომ რომ თევ ჭამოთ, მაგრამ შეა. ხო და მე შენ მაგარი რაღაც მოკიმსადე. რა დევს შავყუთში? მე მე შეგასწრებ რომ თაკო მოსაური ინგრედიენტებით გამიკეთე რაღაც და მეც იგივე გავუკეთე. ანუ საზღვრებია უცნაური შეთვითონ ხარ. მე არ მახსოვს წინა ჩაწერის დროს ვახსენე თუ არა, მაგრამ ვისურვებდი რომ ვინმე სპონსორი გამოჩნდეს რომ წესერი მაჭაროს თორე ანუ ეს რა არის? ანუ არ ვიცი მას ჩანს. ფურას რაღაც ცუდი სუნი აქვს. ძმრის სუნი აქვს ძმარია? არა. აი ნახეთ ბურგერივით არის, რაღაც ზემოდან ადევს ყვითელი. მოდი ჩემი თუ ცდი რომ გავარკვიო. ვაი ბეცას ვისურე ხუსურე. მოდის. ამას მე შევჭა პურე დამპალი რაღაცაში ძმარია. არ მიქნია ძმარი. ნესვია. ნესოეა. შენ ხო გიყვარს ნესოე? ეს ზემოდან შაქრის პუდრა. ალბათ. თუ ის მჟავე რაღაცაა. მე მოტკბილია. ეგრე ვიყიდეთ არ ვიცი. შავია. ეს შავის ყიდვა მიდოდა. ეს არის მითხარი გარშემო ეგ არის ყველი соуსია. ეს რაღაც სითხე წყალივით. ეგ არის მჟავე უნდა იყოს. მჟავე ჟელე. და შეგინთ რა აქვს ნესვი? ნესვი. და შავი პურია თუ? შავი პური. უსაფუა რო? კაი. დიეტური. თაკოს ეზიზღება მეგობრებო ნაღები. ბერიტანს. და გავუკეთე ჯარისკაცები ნაღებით. ჯარისკაცები ხო გახსოვთ? ოღონდ ეს დამიჭირებს, ეს დამიკავე მიკროფონი. ეხლა საყვარელი. ეს არის ჯარისკაცებად დაჭრილი ნაღები, ნივრიანი, ნივრის соуსი არის და ნაღები ერთად, ჯარისკაცებად დაჭრილი შავი პურის, ხო შორის პურის ფერში დავემთხვიეთ და შაქარი. ფერში რო და გახსოვს კარაქი და შაქარი, მე არ მიჭამია, მაგრამ მაგას ეჭვებიან ხოლმე. ხო და ეხლა შეჭამოთ ნაღებთან ერთად. ნაღები, ნიორი და პური და შაქარი. გაცებული რომ იქნები მე რომ მეჭამო ეს ნიორი და რაღაცები. არც მე საშესურე ხბაგასაც ვარ, ჩემს უფრო ხა ვაღიაროთ. ხო. აპალევანი. მოდი გავსინჯოთ და მე ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ეს თემაზე უნდა ვილაპარაკო, რომ იქ ჭამა, რა ვიცი, ამ საშინელების ჭამა. გაგვიმარჯოს. გაგიმარჯოს პატალა. არა, მაგას არ მოვადებ. წვერი გაზდის. თან მჟავია და თან პურია, რა საშინელებაა? აი მე რასა ბა. აუ, მეტინი ორი არ ქონდა, ეს რან არის ნაღებია. რა მითხარი რომ მოგწონს. გულმერეო. მე ისეთ გულმერეო და სანამ აქ მოვიდოდი. ბიცა. გემოზე რა ძალიან საშინელება ახლა სავჭამ. ეს რამან ჯვარი პურია, თუ რა გამხმარი. ხო. გუშინ წინდელი პურია. ზიკის ეს გემოზე ცუდი არა, მე სტრუქტურა ქისეც არის ზღარი. რომ შემიძლია თავი მოვიკლა. თქვენ ეს არ ქნათ? ამოაწე. ყოლისოს მეშინია. ახალია. არა, საზღარ გემოს მიცემს. ისე გემრიელი იყო ცალკე რო საბჭამე. უდევანი ძალიან კარგად ჭამს. აღვი ძალიან აი მე სტუმარი რომ რა უხერხულია ამ ლევან კარგად ხარ. კატ ხალხო ძლივს მოვსულიერ, დინამდვილად ძალიან ცუდად ვიყავი. ავიხმნე რუბიმ კადრზე ხო ფოკუსში ვართ. ვიქნებით. თუ არ ვიქნებით და უფალს მივანდეთ. თუ არ ვიქნებით მეორე კადრიც გვაქვს. პასკა. თავს ვიზღვევთ, სათად არის გოლო კამერა გვიყენია. აი ესეც შფოთვა ლევან. სულ შფოთავ. აუ, შფოთვაზე მინდოდა ვლაპარაკი. რატო არ დავდივარ საზოგადოებრივი ტრანსპორტით? ვიცი რომ ყველას ძალიან გაინტერესებთ, იმიტომ რომ სოციალური შფოთვა, მაგ social exciting. თუ როგორ არის? სოციალური შფოთვა ქართულად ვილაპარაკებ, არ არის ჩემი ეს უთხოვერებზე ლაპარაკი. Почему? Потому что ჩვენი რუსული პუტინ ხვილო. მარტო ვიცით რუსულად. მოკლედ სოციალური შფოთვა მაქვს ძალიან მძიმე ფორმების ჩემი აზრით. ფეხზე ვერ დამაყენა ვერავინ. და ესე ცუდად გრძნობ თავს, როცა ბევრ ხალხში ვარ, არაკომფორტულ გარემოში, აი ყველგან არა, აი მაგალითად აქციაზე არა. როცა რაღაც ისიც ვაკეთე, მაგალითად აქციაზე რომ მუშაობ, რანაირად უნდა ვიყო სოციალური შფოთვით ვერ. ის
ისე ვიქარი. ხო, ისევ იმ საშინელ საჭმელში ვარ, ჩავჭერი, ყელში ვარ გაჭედილი. ხო და ის ადგილებზე მემართება სოციალური ფოტოს, ეს თავს არ გრძნობ თავდაჯერებულად, მაგალითად, კალდურს დავდივდი 8 წელი და საშინელ თამაშობდი, ერთხელ მოვყევი რომელიღაც ეპიზოდში და პეპელას მეძახდნენ. ხო, წარმოგიდგენთ რამდენად სულ თამაშობდი და სულ მქონდა ეგ სოციალური ფოტო, სულ, იმიტომ რომ ვიცოდი რომ სასწაულად გამოვიყურებოდი. მაგრამ შეიძლება ეგრე არ ვფიქრობ, რომ სასწაულად გამოვიყურებოდი, მაინც მქონდეს მაგალითად სპორტ დარბაზში. მე ვიცი რომ არ ვარ ათლეტური თუ რაღაც, მაგრამ როცა მივლია ორი თვით სპორტ დარბაზში, სულ მემართებოდა რომ წარმოვიდგენდი რომ რაღაცას ვაკეთებდი, რაც ჩემი არ არის. თავს ვაიძულებდი რომ ეს გამეკეთებინა და თან ამას ხვებიც ხედავდნენ რომ წვალობდი ჩვეულებრივად. მემართებოდა სოციალური ფოტოა. იგივე მემართება საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყოველ ჯერზე და კიდე არის სიტუაციები, შეიძლება უცებ მაღაზიაში დამეწყოს ან სხვა ადგილას და გამოიხატება ფიზიკურად და ჩემ შემთხვევაში არ ვიცი, მაგას ჭინჭისება ქვია თუ არა, არ ვიცი. თუ შეგიმჩნევიათ, ხშირად ემართებათ ადამიანებს, რომ ნერვიულობენ ყელზე აყრით წითლად. მე მემართება ოღონდ სახეზე რატოღას და თავზე, აი აქ. წარბებსებოდ მიჩნდება წითელი ლაქები, ცოტა ხნით ოღონდ დაახლოებით 1-20 წუთი მე გადის და ტკივაოდ, ანუ მეწვის. აი გეგონება რაღაცა ასანთი რომ მოგადონ შეზე ჩააქრონ, რაღაცა ეგეთ შეგრძნება, ანუ უცებ წერტილზე ამტკივდება, ხვდები რომ ეს დამეწყო. მაგრამ ეხა ეს პანიკური შეტევა არ არის რა, ანუ პანიკაში არ ვარდები, ცუდად და რომ გული არ მემდის, ანუ არ მგონია რომ მოვკვდები და ასე შემდეგ. უბრალოდ არაკომფორტულად ვარ საშინლად. That's all. სოციალური ფოტო არ ვიცი. ნუ ბევრ ხალხში მე კომფორტულად თავს არ გზნობ, მაგრამ ეგრე არ ვიცი დიაგნოზის თვალსაზრისით როგორ უნდა დავარქვა. მაგრამ ფოტოები იცოცხლე ჩემი ცხოვრების ნაწილი არის და რო დავგუგლე რამ შეიძლება გამოიწვიოს თქოს. პირველი იყო რომ ანუ არის სათანადოდ ისვენებ, სულ რაღაცა დრაივში ხარ და მოდუნების საშუალებას რო ვერ აძლევო შენ თავსო, მაგის გამო შეიძლება იყოსო და ეგ ზუსტად ეგრე არის, ვერასდროს ვერ ვისვენებ. ერთი ზაფხული გახსოვს მე და შენ ძალით რო ვისვენებდით. ეს და მოყვე. პანდემიის ზაფხული იყო. პანდემიის ზაფხული იყო და აი გადამწვარე ვიყავით ორივე. და შენ ზაფხულისგან. იმიტომ ორ გადაცემაზე ვუშავეთ, აბა აღარ მოყვებით, ეხლა ვარ ძალიან როს ვუშავდით. და ზაფხული მოვიდა და აბა უნდა დავისვენო და შვებულება გვაქვს. კი, საშინელება იყო და შვებულება კი გვაქვს დიდი ხნით, ერთი თვით გქონდა მე მგონი. ჩვენ ეგრე გვაქვს შვებულება. აგვისტოში რო იხურება სეზონი, ჩვენ ვისვენებთ. და აქ მაგიტო ვართ ეხლა აგვისტოში ნახავთ ამ ეპიზოდს. Yes. დამავიწყდა რა სოვდი მინდა გამაწყვეტი. დასვენებას ვცდილობდით, ოღონდ როგორ იცი რომ ავდექით დილით უაჩველეს სხვაზე უნდა გავიდეთ. ეხლა წავედით, უნდა გავერთოთ კაფე. სახამოს უაჩვენ. მაგრამ ეს ტელეფონით ვიყავით კოლზე ერთად. რა აბა ხო გაიგვიძე ხო ჭამე ხო გადაიწყალე ხო ხარ კარგად. წავედით დროზე დავისვენოთ გვეჩქარენ. ანუ ესეთი აი დასვენების დროს ხო ითუნდები, რაღაცა დილით დგები, აი რაღაც დასვენებულ მდგომარეობაში ხარ. ანუ რომ მომესწრო დასვენება მაგაზე ვშფოთავდი. ხო, ჩვენ ვისვენებდი ჟურნალისტურ რეჟიმში, ანუ ეგრე ქვია ჩემი აზრით რა, რომ ჟურნალისტები არ ქვია ეს სხვა ზაფხულს ეგრე არ მქონია. წინა ზაფხულსაც ორი ზაფხულის დაგროვილი იყო, ანუ დილის გადაცემის იყო ეგ, თავი და რომ 9 კაცი კროს რო იღებდი დღეში და რო გიჩქარებოდა და რაღაცა აი მაგან გამოიწვია. ეგრე არ ვარ, მაგრამ ის ხო ის წელი ანუ ძალიან გადატვირთული და გაუბედურებული რო ვიყავი, ფსიქოლოგიურად, მენტალურად და ასე შემდეგ, მაგან გამოიწვია. მე აღამოვაჩინე ხო და აი ეგ არის ამნიშნულოვანი ბოდიში რო გაწყვეტინებ რომ აი ადამიანებმა დასვენების უფლება რომ ისცენ თან რა თავს იმიტომ რომ აი რაღაც ტრენდი იყო რომ აი რა გინდათ დასვენება და რაღაც არა გვინდა დასვენება იმისთვის უფალმაც იმიტომ დაისვენა რომ საჭირო იყო და ჩვენთვისაც საჭირო არის იმისთვის რომ ენერგიები აღვიდგინოთ რომ მე უფრო პროდუქტულები იყვნენ სპერა შეგარ რომ უფალმა კვირას უნდა ისვენა თუ შაბათს მაგიტოვოთ ანუ ესე კი საჭირო იყო ხო, თუმცა ბიბლიაში შეხან წერია, მაშინაც იცოდნენ დასვენების საჭიროებას და სხვათა შორის მე დარწმუნებული ვარ აი ხრას ვიტყვი იმაში, რომ დასვენება და არაფრის კეთება ერთ-ერთი არა. აბსოლუტურად. თუმცა ამის მიუხედავად მე ვილტვი, რომ აი სადღაც წავიდე დასვენება, ისე რომ ვეგდო და აი მზეზე ვეგდო და მეტი არაფერი გავაკეთო, ანუ არაფერი დავათვალიერო, არაფერი სიახლე არ გავიგო, ტელეფონი არ ავიღო, უბრალოდ ვიწვე და ვუსპირო ზღვის ხბას მაგალითად. ერთი წამი დავსტოპდა, იმიტომ რომ კამერაზე არ გადამეწევია ფოკუსის უკან. მაგრამ არ გავთიშავ და ყვილაპარაკე. უბრალოდ გადაწიე და ეგ იქნება. იცი რა არის მე ერთ ვფიქრობ კიდევ რომ აი არაფრის კეთება და დასვენება არის ჩემი აზრით. ოღონდ აი ეგ ძალიან ინდივიდუალურია ვინ როგორ ისვენებს და ასე შემდეგ. ვიღაცა წიგნის კითხვის დროს ისვენებს, ვიღაცა ფილმის ყურების დროს ისვენებს და ვიღაცა ცურვის დროს ისვენებს, ან აქტიურად რო არის დაკავებული. აი არ ვიცი, სიამოვნებას რაც განიჭებს, ეგ არის ჩემი აზრით დასვენება. გადამიწევია და არ მახსოვდა. ყოჩახ. აი შფოთვა. ხო, აი ესეთი ფოტო, აი მე
ჩვენ არ ვართ პაციენტები ვართ. პაციენტები ნამდვილად ვართ, მაგრამ არ ვართ სპეციალისტები, ამიტომ არ ვიცი ესე დიაგნოზებს ვერ დავუსვათ ჩვენ თავს, მაგრამ არა, ეგ სოციალურ შფოთვა მე დასმული დიაგნოზი მაქვს და კიდე მაქვს ერთი დასმული დიაგნოზი, როგორც არ არის ძვირ ფორმაში და მეუბნება ეს ჩემი მეგობარი ექიმი, საკმაოდ ასაკოვანი. თუმცა მაინც ახალგაზრდა ქალბატონია 60 წლამდე, რომ ის ობსესიურ კომპულსური აშლილობა, მე მაქვს ციკები. არც თუ ისე უმნიშვნელო და ეს ციკები ხობს საწუხებთ მაგალითად ყველაზე მეტი მაგალითს ვიტყვი, რომ არის ჩემს საწოლთან დამაგრძელებელი 3 ჩასარჭობით. ყველას აქვს თავის ფუნქცია და ვინმე რო გაბედოს სხვანაირად ჩაარჭოს, ან გაბედოს რა კი არ ვეჩხუბები, მაგრამ ანუ მე ცუდად ვიქცევ თავს და მაინც გადავადგილებ, იმიტომ რომ იმაში აუცილებლად უნდა იყოს სანათი, იმაში ტელეფონი და იმაში ყურსასმენი, ანუ აუცილებლად. და ეგეთი ძალიან ბევრი წვრილი ციკი მაქვს, რომელიც საბოლოო ჯამში გხლის. ამ შენ რა სხვა არაფერს უშავებ, მაგრამ გხლის. მე წავაგლები მართლა. კი, ეგ ხა შეძენილი არის თუ ბავშვობიდან ეგრე ხარ? ეგ მაქვს ბავშვობიდან, ხო, სოციალური შფოთვა ბავშვობიდან არ მქონია. და როგორ დონეზე იცი და კიდე არის ამ კომპულსურ აშლილობას ახასიათებს, რომ რიცხვებზე ხარ დამოკიდებული. აი მაგალითად არ ვიცი, რანაირად ავხსნა, არ ვიცი, მაგრამ აი მაგალითად კიბეზე რო ავდივარ ვითვლი, თუ ლუწია, კაია, თუ არ არის, ესე იგი რაღაცა ცუდად მივიღოთ ბიჭების საქმე რა. აი, ეს უკვე მე ჩემე ხო? რაც ერთად დავიწყეთ ამ პოდკასტის ყურება, ანუ 9 ყურება კეთება და 9 არ შეიძლება იყოს, უნდა იყოს 10, 12, 15. ხო, აი ხო მივხვდი, ეგ არის, ეგ მოთხოვნილება მაქვს, ანუ ეგრე რო არ იყოს არ შემიძლია. აი მაგალითად კითხვებს ვამზადებთ სტუმრის, 18 დავწერეთ, მე 18 არ შემიძლია რა, პირობითად 18 შემიძლია ზუსტად ვიცი. მაგრამ 20 არ შემიძლია, თუ 20 21 უნდა იყოს. ანუ მკითხავ ეგრეა. კარგი. მაგრამ ხოთი შორის აი ეს ფსიქიკური აშლილობები, ფსიქოლოგიური არ არის, ფსიქიკური. ხო არ ვიცი, მაგრამ ზოგადად ეს მენტალური პრობლემები ძალიან ხშირ შემთხვევაში დაკავშირებული არის ხოლმე გარემოსთან. და გარემოში გულისხმობ აი თუნდაც ინფრასტრუქტურას, მაგალითად იმას, რომ რაღაცას კვერი იყოს შენს საცხოვრებელთან ახლოს და სუფთა იყოს, სუფთა იყოს, სახლში სადაც ცხოვრობ, არ ვიცი, კედლებს სოკო არ ქონდეს. ეხლა რაღაც კვლევები რო იდება, რომ აი ბავშვები რაღაც ჩამორჩენა აქვთ, აზრის გამოთქმა არ შეუძლიათ სრულყოფილად და ასე შემდეგ და მათემატიკას ვერ სწავლობენ და შინაარსის გამოტანა არ შეუძლიათ ან ასე შემდეგ. ერთი არის, რომ განათლების სისტემა არ ვარგა და მეორე არის, რომ თვითონ ბავშვებს ძალიან ბევრი პრობლემა შეიძლება ქონდეთ შიგნით, გულისხმობ ოჯახებში და მათი სოციალური პრობლემებიდან გამომდინარეობდეს ეს, იმიტომ რომ აი კვლევებსაც რო გადახედოთ, ბავშვების უმეტესობა, რომელთაც მსგავსი პრობლემები აქვთ, არიან შედარებით დაბალი სოციალური ფენიდან, რომლებსაც არ ვიცი, სახლში შეიძლება საჭმელი არ ქონდეთ, კვების ის რაციონი არ ქონდეთ, რაც ახლა ბავშვებისთვის არის საჭირო, რაღაც ვიტამინებს ვერ იღებდნენ, ხორცს წესიერად ან ასე შემდეგ და ან რა ვიცი, სახლში არ ქონდეთ პირობები გათბობა მაგალითად, ან რა ვიცი, სუფთა წყალს არ სვამდნენ და ასე შემდეგ. სკოლებში განათლებაზე რო ვსაუბრობთ, კვებაზე ძალიან ბევრს ვსაუბრობთ და ესეც მნიშვნელოვანია, რომ მე ხა მაგალითად სახლში სკოლაში რო ვსაუბრობდი, არ მქონდა ნამდვილად ხა იმის პრობლემა, რომ სახლში საჭმელი არ მქონოდა, მაგრამ აი ეს მონაკვეთი, რასაც სკოლაში ვატარებდი, მეც ძირთადად ვიყავი საკვების გარეშე, იმიტომ რომ ჯერ ერთი რო იქ რაც იყიდებოდა, თლად არ ვიცი, ვინ აკონტროლებდა და ასე შემდეგ და თან საჭმელი არ იყო, ეს იყო რაღაც უფრო წასამხემსებელი, რაც იდეაში საკმარისი არ არის და 3 საათამდე მინიმუმ რო სახლში ვერ მოდიხარ, მაშინ ან სახლიდან უნდა იყო რაღაც კონკრეტული საკვები, მაგრამ არ ვიცი, 5 წუთიან შესვენების დროს რანაირად უნდა მოასწრო რამის ჭამა ან ასე შემდეგ. ყველაფერი არის ერთმანეთთან დაკავშირებული. ამიტომ უფასო კვება სკოლებში ხალხო აუცილებლად. ხო, როცა გამოკვლევები არის ხოლმე თან რეგიონების მიხედვით, რაღაც დასავლეთში რო უფრო აი ტყუის შემცველობაზე მახსოვს რაღაც ტრენინგზე ვიყავით, ვარ ვწდები გაერო, ანუ UNICEF-ი აკეთებდა და იმის გარდა რომ შობადობა ნაკლებია და იქიდან ემიგრაციის დონეც დიდი არის, აი ბავშვების ჯანმრთელობაზე ძალიან ცუდი კვლევები იყო და თან ტყუის შემცველობაზე იყო საუბარი, რომ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით იყო, ნუ მიზეზი არ ვიცი, მაგრამ მიზეზი თვითონაც არის ცოტა, იმიტომ რომ მაგას გამოკვლევა ჭირდება დაკვირვება, რაცაც არავინ არ აკეთებს ამ ქვეყანაში და ანუ ეგეც მნიშვნელოვანი არის. აქედან რომ მიდიან ეს რა ქვია, ელჩები და ვიღაცები და არაკეთებზეც ნახე, რაღაცებს აკეთებენ, აი მაგალითად მე მიმუშავე რუსთავში არაერთხელ რა.
ძირითადად ქარხნები მანდ არის თავმოყრილი და იქ მონიტორინგი მიდის, ხდება ჰაერისის უთავი შემოწმება. ანუ შემოწმება მაგრამ ხდება, ნახე, ვინ რას აკეთებს? კანონში არის შესული ცვლილება, კარგი ცვლილება არის შესული. ეხლა ხوار მოვიგონებთ ყველა ხوار გავლან რაც გააკეთეს ეგ იყო, რომ ეგ ცვლილება შეიტანეს, ფილტრების ყიდვა დაავალეს, ანუ ისედაც იყო ფილტრის ავალდებულო ქარხნისთვის, მაგრამ სხვანაირი უფრო ძვირადღირებული ფილტრების ყიდვა დააბარეს კანონით. ისეთი ძვირიჭდება მაგ ფილტრის შეძენა და მონტაჟი, ეჩინოთ რომ ჯარიმა გადაიხადათ, თავხედები ბიზნესი არის უთავხედესი, ვინც ეგრე იქცევა, როცა გინდა რომ შენი ჯიბე გაისქელო და გარშემო ყველა კიდია და წამლავ, შენი გამონაბოლქვით და არ უნდათ ფილტრის დაყენება, იმიტომ რომ უფრო ძვირი და ჯარიმას ეხდნენ წელიწადში 5 ჯერ და უფრო იაფი უჯდებოდათ. საბოლოოდ სხვა შორის მოძრაობა გავიგუდოთ, რომელიც რუსული კანონის გამო დაიკეტა. მათ ბოლოს მაინც მიაღწიეს, რომ ქარხნის უმეტესობა შეაცვლევინეს და არასამთავრობოები რას აკეთებენ? აი რას აკეთებენ, შენ რო იწამლები და შენ რო არავინ არაფრად არ გთვლის, არც ხელისუფალი და არც ბიზნესი, ამ დროს არსებობს არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ამის მონიტორინგს მოახდენს, ევროპული გრანტით დაფინანსებული, დაეხმარება ევროკავშირი ამაში. და შენ გადარჩები და შეიძლება კიბო არ დაგემართოს, როცა გარანტირებულად უნდა დაგემართოს. და გურიაზე ერთი რაღაც გამხსენდა ეხლა თუ არ ვწდები მონიტორინგის ან რადიო თავისუფლების ჟურნალისტური გამოძიება იყო ბუდიში შეიძლება ვწდები რომელი მათგანის იყო ორი რუსი ადამიანი იყო ჩამოსული აეროდრომს რო აშენებდნენ ვიღაც გურული ბებიები რომ მოატყუეს რომ მიწა იყიდეს მათგან და ეუბნებოდნენ რომ აქ აეროდრომი უნდა ავაშენოთ და რეალურად ვიცი რუსების აგენტები რომლებიც შემდეგ აღმოჩნდა რომ ტრანსგენდერები არიან მაგრამ ამაზე ტრანსგენდერი იმიტომ გაუსვიხაზი რომ ეგენი არიან ვინც მაგის პროპაგანდას ეწევიან რომ აი ხალი ხალია კაცი კაცია და რა ვიცი ბიცოლას აღარ გავს და რაღაც ეგეთები და ამ დროს აი ამაზე რომ ისინი რუსები იყვნენ არავის რეაქცია არ ქონია იმის გარდა რომ აფერისტები არიან და რუსი რო რაღაცას აშენებს იქ რანაირად უნდა არ უნდა გაგიჩნდეს კითხვა რას აკეთებს შექვეყანაში ანუ რანაირად უნდა ჩაუღრმავდე რა კოსმიური აეროდრომი ვარ რაღაც სისულელე საბოლოოდ რას აშენებდნენ იმათგან მიწა იყიდეს თუ რაღაც მსგავსი და გადააგდეს ის ხალხი ვაუ გამიკვირდა ხალი ხალია და კაცი კაცი ასე გამახსენდა თავისით რომ ეხლა ეს ბიცოლას აღარ გავს ხოცები რო ლაპარაკობენ მაგაზე ხალი ხალია კაცი კაცია და ევროპამ წაგვართვა ყველაფერი პაპუაშვილი რო ძრიბს გამოსტაცეს კორტელი და რაც ბაბაკას ცოლად რო მოყავდა გახსოვს გვათხოვებენო მე მადლობელი ვარ რომ კასპში გეიქორწინება აკრძალულია სულ რო გეიყო და მიჯერ შენ არ იქნება პირველი ვისაც ვისი მოყარაც მოუდებათ ქბრად არ ჩამოგახევენ კაბებს რამხელ ამბიცია გაქვს ბიჭო გაჩვმდი და მე კიდე რა ვიცი ის ირმა გორდელაძე თუ რაგვარია გურული მასწავლებელი უსაყვარლეს სპონსორად ირმა ნამდვილად ირმა რო იცახა ქალები ვერ თხოვდები თავ ქვეყანაში რაკაცების განხობებას ლაპარაკობ და გიჟდები ისე მიყვარს თუ გარშემი შელა მაპატიოს თუ გაიგებს ამას ხო და ხალხო რა ვიცი ანუ მე ვერ ვlapარაკობ ისე დებილური თემა ანუ რა ვიცი შეიძლება კაი კალაზე შეიძლება გაათხოვო მაგრამ პაპუაშვილს ვერ გაათხოვებ დედასპიცა ვარ ვერ გაათხოვო და თან იცი რა ვიცი რომ ამაზე არის მთელი პროპაგანდა აშენებული ამაში მონაწილეობს ეკლესიაც ეხმარება და ანუ ამით ინარჩუნებენ ხელისუფლებას და ანუ მართლა მაინტერესებს დებილები ხართ ქოცების ამ მომშევლები თუ თქვენ გთვლიან დებილებად და ვერ ხვდებით რომ დებილებად გთვლიან ანუ მაგას ხო ადამიანს ანუ მაგას რა ანუ ერთი წუთი რომ მეშება ეკლა ერთი წუთი ხალი ხალია და კაცი კაცია ისეთი ჭეშმარიტება როგორც მზე აღმოსავლეთიდან ამოდის დასავლეთიდან ჩადის ანუ ობიექტური ბიოლოგიური მოცემულობაა ვიცით რატომ მეორებ ანუ არ ვიცი ვინ წაართვა რომ ხალი ხალია ანუ ევროპაში ხალი ხალია არის კაცი კაცი არ არის და ესენი ხელმურად მრავლდებიან სასაცილო თემა არის მაგრამ როგორც აღმოჩნდა უკვე მეორეჯერ თუ მესამეჯერ თუ მე რამდენი წრეზე ეტრიალებს ეს ამბავი და მოქმედებს ადამიანებს და ლოგიკური ახსნა იმიტომ გვიჭირს რომ ჩვენთვის უბრალოდ გაუგებარი არის ვინმე მან რამემ deep state-მა თუ რა ვიცი ვიღაც უფრო დიდმა ძალამ როგორ შეიძლება ევროპაზეც არის გავრცელებული თუ მხოლოდ ამერიკაში მუშაობს არ deep state არის სამყაროს მამოძრავებელი ხო ის არის გლობალური ომის პარტია გლობალური ეგ გადაკეთებული და გავრცელებული რაღაც ჯერ გლობალური ომის პარტია იყო და მე deep state იყო ეგრეთ ცდილობდნენ ტრამპს შეტენებდნენ მაგრამ ვერ შეტენენ ეგეთ ვერავინ ვერ გადაგაკეთებს და ვერავინ ვერ რა ვიცი ხალი ხალი კაცი კაცი ეგრე არის რა და ვერავინ ვერ გაგათხოვებს ძალით შემომხედეთ მე გამოგდინას თქვა დეგენერატი ხარ მშობლებთან დაკავშირებით მინდა რომ თემა შემოვიტარო მშობლები და მათი უცნაური გამოხტომები რომელიც აღზრდის მეთოდები რომელიც დღეს აღარ არსებობს განსხვავდება ხო აი რა გადაშენდა მშობლების თაობის ქცევებიდან მაგაზე ვილაპარაკო და ერთი ვიცი მე რაც გადაშენდა აბა
ჩემთვის არის დღემდე გაუგებარი ორი რაღაც და ორივე გამომეცდია მე პირადად და ჩემდას აღარ გამოვუცდია რომელიც 16 წლის 10 წლიანი სხვაობაა 12-იანი უფრო სწორად რომ ტანსაცმელს ყიდულობდი სასექტემბროდ მარტო ანუ როცა უნდა გეკიდა სასექტემბრო ტანსაცმელი ერქვა თუ ზაფხულის პერიოდში ყიდულობდი ან გვიან გაზაფხულზე და სექტემბრამდე იმას ხელს ვერ მოკიდებდი თორე მოკატეხავდნენ ჩემს სახში არ ძალადობდნენ მაგრამ არა ეს თეორიულად რა ფულს რო გაჩუქებდნენ და შობელი შეგინახავდა რომელიც მე რაღაცად აღარ იძებნებოდა ეს ფული წინდებს გიყიდი ბაზარში მე უნდა შემინახო წინდები გაგსაკიდე და ოღონდ მარტო ფულზე არ იყო რაღაც საჩუქრებზეც იყო ძალიან ბევრი მქონდა ბარბები განსაკუთრებით თქმები და მეორე ნაწილი საჩუქრებს ეხებოდა რო არასდროს არ ხსნიდნენ სათამაშოებს ანუ სათამაშოები რატო ბავშვებს სათამაშოებს ყიდულობდნენ ან ჩუქნიდნენ მე შეფუთული ედოთ ანუ ეგ ხო აღარ არსებობს ანუ მას ხო აღარავინ აღარ იქცევა რატო იქცეოდნენ ან ჩემი აზრით იმიტომ იქცეოდნენ რომ აი ეს რაღაცა ომის რაღაც რო აქვთ გამოვლილი ყველაფერი არაფერი რო არის შოვებოდა ეხა ეგ კონდათ გადმოყოლილი რომ აი ერთი სათამაშო რქონდა მეორეს ვეღარ იყიდი ანუ ეკონომიკური იგივე რომ სახლი იყიდოდა არ შეხვიდა საცხოვრებელთან მანქანა იყიდოდა ანუ სახლებში არ იყო ეგრეთ წოდებული ზალები სადაც არავინ არ შედიოდა აი მე კი ჩემს სახლში არა პატარა სახლი ბაქოს მაგრამ ჩემი ნაცავების სახლში მიდოდი იქ არ მეშვებდნენ ხოლმე ის იყო დამასტიკებული ზალა იყო და იქ მარტო მტვერი იწმინდებოდა იქ მოკლავები არ იყვნენ აი მე როგორ გადავჭი ისე არ ვიცი მასტიკაზე გამახსე და ხო ბებია ჩემი კბილეში 4 ჯერ წმენდა პარკეტს მასტიკით მაგიტო ახლა ცუდად ჩემი აზრით შეშიმ პირის სტატუსი მაგიტო აქ რომ არის სვენები და სულ სახს ხეხავ და მასტიკის უნ შანერებს ცხოვრობდი კვირაში 4 დღე და მე სერმის უნი გავიდოდა მე ხა ყველაზე მეტად რაც მომწონს ეგ არის რომ მშობლები ბავშვებს ერთი არის რომ უკვე არაფერს არ უშლიან ეგ რაღაცა ცოტა სხვაგან რო გადადის უზრდელობაში და მაგაზე არ ვსაუბრობ ზოგადად ზოგადად თავდაჯერებულობაზე რო არ მოქმედებენ ბავშვებზე ნაკლებად რო სტრესავენ ბავშვებს ეგ კარგი არის მაგაზე იმიტომ რომ მე მახსოვს რომ აი მე მაგალითად ჩემი მთელი ცხოვრების ტრამვა არის ის რომ ყველაფერი უნდა ვაკეთო სწორად იმის გარდა რომ ეს ჩემი შინაგანი ბუნების ნაწილიც არის ჩემი აზრით რაღაც გავლენები რა თქმა უნდა მშობლებზეც და ოჯახზეც და თან უფროსი შვილი რო ვარ რაღაც კუთხით იყო იმიტომ რომ ჩემ დაზე უფრო ცოტა ის იყო მიშვებული იყო მაგ კუთხით და რაღაც პონჩი გადარჩა ზოდა. მთელი სტრესი ჩემზე იყო გადმოსული. რომ აი ყველაფერი კარგად და ხუთსნურად უნდა გამეკეთებინა, რომ ეს სამაგალითო თუ რაღაც ეგეთი მსგავსი უნდა ყოფილიყავი. და აი მშობლის ჩართულობა როგორ შეიძლება და რომ გამოხატულიყო ერთხელ ძალიან კარგად მახსოვს. მაშინ ეს დედა და მამაც რაღაც სხვადასხვა დოზით იყვნენ ხოლმე ჩართულები და ძირითადად ეგ იყო დედა ვინც აკონტროლებდა და მიუხედავად იმისა რომ მე და მომჩეს არ გქონია ხა ცუდი ურთიერთობა ან ასე შემდეგ აი ეგ რაღაცა ხო და რაღაცა ის იყო რა ქვია რომ აი როგორ უნდა ჩარეულიყო ჩემს ერთხელ მახსოვს აფხულში რაღაცა მთელი პირველ კლასში ვიყავი სავარაუდოდ იმიტომ რომ აი რო ვიხსენებ ის რვეული იყო ძალიან დახაზული როა რაღაც რომ უნდა გამოწერო ასოები და მოკეთ რაღაცები მქონდა ჩაწერილი დღიურივით აფხულში რაც უნდა შემესრულებინა დავალება ან არ ვიცი შეიძლება პროცესში მომიგონეს და მაგიტო ვაკეთებდი ზუსტად აღარ მახსოვს და ბოლო ასო იყო და არეტე და ეს ორი უჯრედი არ იყო და ერთი უჯრედი იყო მარტო და ეს ოთხკუთხედი თუ რაღაცნაირი ორი არის ხო ეს ხაზი არც მე ვგიჟდები მაგრამ ეგ ჩამეტია სამკუთხედი ესეთი კი და მაგას არ ვაღიარებასოთ ხო არც არის ასო მაგრამ ნუ იქ არეტეოდა იმიტომ რომ ეგეთი მოყვანილობის როეული არსებობდა არ ვიცი და თელი სიამაყით ვაჩვენეთ რომ აი თელი ზაფხული ეს გავაკეთე თუ რაღაცა და ეს გადაშალა და ეს რანაირი ოარეო რა და მაგრად მეწყიდა რა იმან ეს გამოხატა რომ აი გულის ყურით გაეცნო ჩემს ნამუშევარს და ეს შეამჩნია რაღაცა მაგრამ აი ანუ ეს შენიშვნა იყო მისი მხრიდან რომ აი მე რაღაცა ჩავყევი და ის ზედაპირულად არ მიმას მიქნა მაგრამ აი მე ეგ დამამახსოვრდა ეგ არ არის ოღონდ შეცვლილა ეგ შეიძლება ეხაც ქრას მშობელობა ხო მე ძალიან ინდივიდუალური და ესეთია რა ადამიანური ხო ანუ თვითონ ეგრე ჩემს რო ვიხსენებ ჩემდასაც ეგრე ვეუბნები ხო და მაგას გეუბნები რომ ეგ უნდა გააკონტროლო ანუ იმას კარგი უნდა და რომ ეკნა რომ აი ყურადღება მოგაქციე და აი ესე ვეცნობი და ყოჩაღაც მითხრაგან არ მითხრა მაგრამ აი ეს რაღაცა ერთი დეტალი რომ აი თან რო გეუბნები რომ ყველაფერი ზუსტად უნდა გააკეთო და რაღაცას რო გიპოვიან მე ვნერვიულობდი ეგ შეიძლება ჩემი პრობლემაც არის რომ ყველაფერი ის უნდა იყოს რომ იდეალურად მე რა ეგეთი ცუდი გამოსება რა მაქვს და რა ჩემი აზრით რა არის ძალიან დიდი შესაძლებლობა რომ ზაფხულში
გაძალებენ მეცადინეობას. აი, ეგ არის ძალიან არასწორი. ეხლა ერთს მოვყვები და მერე მოვყევი. ჩემ შემთხვევაში იყო ძალიან უცნაური, იმიტომ რომ მე-3-მე-4 კლასში ვიყავი. ან მე-4 კლასში ნამდვილად რა, დაწყებითებს სწავლობდი და ზაფხულში ნუ შუადღეს გარეთ არ გახვიდე, მესმის არგუმენტია ცხელა. და ჩემითაც ვიჯექი კაცო კლასის გარშე წიგნებს ვქთო, არა, ვეფხის ტყაოსანი. ანუ ხმალივით ხალხო ისე შემაწულეს, ძლივს შევიყვარე, ეხლა ვგიჟდები ვეფხის ტყაოსანზე, ეგეთი დებული ნაწარმოები არ გვაქვს ჩემი აზრით, მაგრამ შემაწულეს ეხლა მე-4 კლასელი რამხელა 10-ის 10 წლის ბავშვი ვიჯექი და ვეფხის ტყაოსანს ვიზეპირებდი ისე თან, რომ შინაარს ვერავინ მიხსნიდა. ანუ ამხსნით არ მყავდა, რომ ვკითხულობდი ეს რესურსი არ იცოდნენ და ვერ მიხსნით ძალიან გაგიჭირდებოდა, იმიტომ რომ გამოცდილება ჭირდება მაგის გაგებას. და საერთოდ ვეფხის ტყაოსანი რატო დაიცვა ზეპირად, ანუ რო გავიზარდე და ეროვნულებს ვაბრუნე, ზეპირად მაინც არ ვწოდე რა საჭიროა. ეხლა მეც ვიცი ეს აიყვარებეთ რო სწორად რაღაც ცნობილი სტროფები რაც სკოლაში დაგვეზეპირებდეს მახსოვს. მაგრამ არ არის საჭირო. ჩემი გამოცდილება ზაფხულის კლასის და მე 10 10 წლის ბავშვთან. შენ ხო თქვი რომ ეს რაღაც მოწესრიგებული, აი მე როგორი მოწესრიგებული სიტუაცია მქონდა ზაფხულში. ხო ეს არის, ანუ მეც მეუბნებოდა რომ ზაფხულში რაღაც აიკითხავ, მაგრამ მე არ მაძალებდნენ მაგას. მე მქონდა დღის რეჟიმი, ესე ეწერა და მქონდა ჩემი ხელით დაწერილი, რომელზე ვდგებოდი. რას ვაკეთებდი დღის განმავლობაში, რამდენი დრო ეთმობოდა წიგნის კითხვას. ერთ-ერთი რაც მეზიღებოდა ეს იყო ფორტეპიანოს მეცადინეობა, არ ვიცი ეგ საერთოდ რატო იყო მაგ დღის წესრიგში, იმიტომ რომ როცა სამეცადინე იყო, მაშინ შეწერა აჯენდაში? ცირა კი. მაგრამ მაგას არ მაძალებდნენ რომ უეჭველი გაკეთე, უბრალოდ მე ჩემ თავს ვახალისებდი რომ იქნება მომინდეს არასდროს არ მომდომებია სხვათა შორის და საშინელი მჭამელი ვიყავი და ზუსტად მახსოვს ერთი რაღაც მომენტი რომ წიგნის კითხვა იყო რაღაც 2 საათამდე და 2-ზე უნდა ისადილოთ რაღაც ეგეთი და აი შემეძლო რომ მთელი წიგნი დავემთავრებინა უთ საჭმელი მოეშორებინათ იქიდან მაგრამ აი ჩემთვის ეგ იყო ანუ მაგით ვისვენებდი რომ აი ვიცოდი რომ დღის განმავლობაში რას გავაკეთებ ეგ იყო კარგი და მახსოვს ერთხელ მე ჩემი და ჩემი ბიძაშვილი ვიყავით დასასვენებლად და იმათ გავუკეთე ეგ და ვაიძულებდი რომ დაეძინათ აქ მიწერია რომ 12 საათზე უნდა დაეძინოთ თუ რაღაც ეგეთი. ანუ რასაც ხალხო მე ზოგადად ეგეთი ადამიანი რა აჯენდა ადამიანი და სულ ჯაჯავენ მაგის გამო ეს და თავის დაქალები რომლებს შემდაქალებიც არიან რომ რა ვაკეთებ ამასთან თუ მთელი ცხოვრება ეს ცხოვრობს. აი ესე რომ აი სხვებს დაიძულებს. აუ ძალიან ანუ მე ვცდილობდი რომ მეიძულებინა არავინ არ მიმორჩილებოდა სინამდვილეში. ეხლა დაწეკით ეხლა გაიღვიძეთ თუ რა თან ცოტა დიდი ვიყავი რაღაც კონკრეტულ ასაკში ეხლა არა. კონტროლ ფლიკერი ბავშვი საწყარი იუ. გიждდებოდი ეგეთ რაღაცეებზე და ეს აჯენდები და დღის წესრიგები ისიც კი მქონდა საღამოთი რა უნდა მეჭამა კონკრეტული. დღის განმავლობაში და პიჩედია. მაწონი კი. მაწონი იყო სხვათა შორის, მაგრამ ის დიდ არ მიყვარს მაწონი, მაგრამ რატომღაც იყო. მაგრამ გიждდებოდი, ზაფხულში კითხვაც მიყვარდა და ჩემ დროს ეგრე იყო, რომ ეს შემოდგომას რომ მიდიოდი კლასელებთან უნდა გაგევლო ვინ რამდენი წიგნი წაიკითხა და რაღაც და თან ჩემი უიმე ჩემთან არა. კი. და ჩემი საუკეთესო ესე იგი ჩემი თავისთვის რაც გამიკეთებია და რაც რაშიც დეი და ჩემი არის დამნაშავე კარგი კუთხით ვიძახი. რჩევა იყო ეგეთი რომ რაღაცას რო წავიკითხავდი, მე დამეწერა რა, ან მოგეწონა აი რა ნებისმიერ რამე უბრალოდ ამასთან დაკავშირებით რა. და მაგას რომ ივაჩვიე, მე საერთოდ ყოველდღე დიდი ხნის განმავლობაში მაგას ვაკეთებდი. ეხლაც რო ვაკეთებდი ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ ნუ რა მნიშვნელობა აქვს, როცა ვაკეთებდი, ეგ ძალიან დამეხმარა. წერაშიც, რაღაცის გააზრებაში, იმიტომ რომ რო წერ, ერთი არის რო კითხულობ და რაღაც რო მოგაფიქრდება და მეორე არის რო დაამთავრებ, მაგის რაღაცა ანალიზი არ ქვია, მაგრამ რაღაცა რო გადაიტანო ფურცელზე, უფრო რთულია და უფრო რთული რა საზროვნო არის. ახლა AI-ს ვკითხავთ, რაზე ვილაპარაკოთ და მაგაზე ვილაპარაკებთ. კუჩის საჭმლის კულტურა საქართველოში. ვილაპარაკოთ ამაზე. კუჩის საჭმლის რა არის? Street food-ი საქართველოში. საჭმელი? საქართველოში street food-ზე პირველი მახსენდება, ჩემ ბავშვობაში ვიყიდებოდა ხაჭაპური, ოღონდ ყოველისგან მაკარონი რო ქონდა ბევრი ბარილით. მე თეორიულად მახსენდება მამალო, რომელიც ჩემ თვალით არ მინახავს არასდროს. შეტო, ეხაც იყიდება. ვიცი, მაგრამ აი ის მამალო არ მახსოვს. ძალიან გემრიელია. მე მახსოვს ბამბის ნაყინი მახსოვს. გიждდება, ეგ არ არის street food-ი ახლა, საჭმელზე ვილაპარაკობთ. Got doggy. რა ვიცი, ვაიმე ერთი წუთი street food-ი. ჩვენ ახლა ცოტა ხნის წინ სკოლაზე და საკვებზე საუბრობდით და როგორც თქვი, ჩემ სკოლაში არ იყო მანდა მაინც საკვები. მაგრამ მანდა მაინც რა არის ხა? ჩემი საყვარელი სიტყვა არ არის, მაგრამ ნუ მაინც და მაინც. ჩემს სკოლაში როგორც ზემოთ აღნიშნე არ იყო საკვები ობიექტი, ისეთი რომ გეჭამა, მაგრამ იყო სკოლის ეზოსთან ქალი ყიდდა ეგრეთ წოდებულ პერაშკებს. რითია უნდა კრემით? არა, კარტოფილის იყო და ხორცის იყო.
აი street food-ი ეგაა. აი ზუსტად ეგ იყო და მახსოვს რომ ერთხელ ჩემი კლასელი რომელიც მუდმივი კლიენტი იყო მისი, ყველა მუდმივი კლიენტი იყო, მაგრამ ის ერთ-ერთი ძალიან გამორჩეული იყო და ერთხელსაც რომ უბრალოდ სხვა რაღაცას ჭამს, რატო ხდებაო ეს დავინტერესდით და დავინახეო მაპატიეთ ამას როყვები. დანი თოფჩხილი როგორ გაისუფთავაო და მე დაჭრაო რაღაცაო. ცუდად ვარ. იმედები მე არ ჭამს ახლა საჭმოს ვიცაროს უყურებს. ძალიან დიდი იმედი მაქვს. არ ვიცი ამას უბრალოდ მოყვებოდა, მაგრამ აი ეგეთი street food იყო ჩემთვის, მაგრამ ეხლა ძალიან განვითარდა. გახსენებე და მეც მიჭირს რა, აი რაღაცა მახსენებ, ხან საცხობი არ არის მსგავსი street food-ი, საცხობია. საცხობი არ იყო. აი ესე იდგა ხალი მარტო. არა მესმის, უბრალოდ street food-ი აი ხართავად არც ერთი არ არის რა. ჩემი დასკვნა ეგეთია, რომ საქართველოში ზოგადად არ გვაქვს street food-ის კულტურა, არ არსებობს. ხა ისეთი რო იყოს, როგორც ინდოეთშია ღმერთმა გვაშორ, რომ ჯობია ესე არ იყოს. მაგრამ ქართულ სამზარეულოს აქ street food-ის შექმნის პოტენციალი. ხო, მაგრამ აი ბაზრობები რო არის ხოლმე პერიოდულად რაღაც შაბათ-კვირას რო იმართება, მან ხო, ეგ არის street food-ი და ეგეთ უნდა იყოს ბევრი. ბევრგან არის ეგრე, სადაც ბევრი, ჩინეთში მაგალითად ბევრია რა street food-ი და არც ბინძური არ არის, არაფერი. შეიძლება რაღაცა მწერების ჭამა მოგიწიოს, მაგრამ მე მოგეს გავაკეთებ. ხო, აი ეგ ფესტივალები მიყვარს საჭმა, ანუ მე უბრალოდ food ფესტივალები კარგია. ყოც ბევრი საინტერესო რაღაცის. ხო, და ეგეთი ობიექტები ბევრი უნდა იყოს, ქუჩაშიც იყოს, ანუ იყოს რა, თბილისს მოუხდება. სკვერებში იყოს. ვერ ვერკვევი ეს თვითონ ამ კულტურაში, მაგრამ აი ეს ფესტივალები რო არის ხოლმე ძალიან სიამოვნებაა. რო არ გვაქვს. მაგას ვიცი. შეიძლება კი. ეგ არის პრობლემა. ხო, ბევრს ვილაპარაკებთ street food-ზე ჩემი აზრით. თასტუმარი გველოდება უკვე. აკაკუნებს იმას ქუსს და მანიშნებს რომ მალე უნდა შემოვიყვანო. Influ სტუდიაში. და ჩვენი მესამე პოდკასტის სტუმარი არის Influ Taco. Hi. როგორ ხართ? კარგად. როგორ დაიწყო, როგორც იწყებს ხოლმე ბლოგებს TikTok-ზე? ეგრევე ხო. Hi, სხვათა ძალიან ბევრს მოსწონს. ხო, ოღონდ მე სხვა შორის მე რო ვწყვე ხოლმე მეც ჰაის ვიძახი, მაგრამ შენ ჰაის კი ეძახი, შენ ეძახი Hi. ეგრეა. არა, რამდენიმე ოქტავა არის. ხო, ანახე. Hi. ვიცი, კაცო, მე უტრება მოვახდინე. ქენიობა. Hi. Hi. ლეო. რა უხელა გვაზე გადავიკაკან. მოკლედ Influ. ამოვიღოთ პირველი კითხვა. კი ბატონო, საყვარელო. რას ნიშნავს შენთვის ქალური სოლიდარობა ონლაინ სამყაროში და რეალურ ცხოვრებაში? ფემინისტი ხარ? არა, მე სექსისტი ვარ. ქალები გეზღება? არა, კაცები. ეხლა რა თქმა ქალებს ვერ მიტან. არა, კაცები ძალიან ძიმე საკითხი. არა, ხო, მე სულ მაგას ვამბობ, რომ მეკითხებიან ფემინისტი ხარ თუ არა, არა, იმიტომ რომ საერთოდ არ ვფიქრობ, რომ ერთნაირად უნდა გქონდეს უფლებები, მე ვფიქრობ, რომ ქალებს მეტი უფლება უნდა გქონდეთ ამ ცხოვრებაში. თქვენ დაიმსახურეთ ნამდვილად. და არც თქვენ გაგიშვებთ ხელსარიალს ეს ნატახტარის ლიმონადი. ძალიან დიდი მადლობა. განსაკუთრებით მაშინ, როცა PMS-ი მაქვს, ანუ ყოველ თვეში, აი მართლა მიუღებლობა მაქვს იმის, რომ კაცები არ გადიან იმ ყველაფერს, რასაც ქალები გავდივართ, ჰორმონალურადაც და ცხოვრებისეულადაც და კარიერულადაც და ოჯახურად, ყველანაირად, აი ხო, რაც შეეხება ქალურ სოლიდარობას. იცი რა არის, მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი სახის სოლიდარობას დამსახურება უნდა. ანუ ეს არ ხდება ისე, კი, მაქვს, მაგრამ თუ ხვდები, რომ აი მე რო რაღაცა სოლიდარული ვარ და მხარს ვუჭერ და რაღაცა და ის სათავისოდ იყენებს, პაკა. ნუ ეს ინდივიდუალური შემთხვევაა, მაგრამ იმ ფონზე როცა ქალები ჩაგულის ობიექტები არიან ამ ქვეყანაში, რა თქმა უნდა. მე ბავშვობიდან ძალიან ხმამაღალი გოგონა გახლავართ, ავტობუსში რამე ვინმე კაცი მაგრამ ხმა თუ ამოიღო? ან ვაიმე ზუსტად დედა ჩემი ამბობს მაგას, რომ ორი იმდენი ქვევით არის. ან მართლა ეგრეა, ოღონდ იმიტომ რომ ჯერ სტოპი არ მაქვს, შეიძლება სადმე გამლახონ, მართლა მცემონ იმის გამო, რომ ანუ სტოპი არ მაქვს და ჩემი უნდა გავიტანო. ხო და აი სოცმედიაში როგორ თემა იყო, იცი? სანამ აი პოლიტიკურ საკითხებზე დავიწყებდი საუბარს, ყველას იჰიჰი ჰაჰაჰა გოგო ვეკონე რა და ერთი კომენტარი იყო ეგეთი რომ დამიწერეს, რომ მე შენ სულელი გოგო მეკონე და თურმე რა ჭკვიანი ყოფილხარო და ესე აუქმოჩდი. ერთ მხარეს იყავით თორე კოცი რო ყოფილიყო რა სიტყვა და წარმოედგინა. ვაიმე, კოცები იმას მიწერენ. გოგო ხედა რა გალაპარაკებს პოლიტიკა რა გოგოების საქმე და რაღაცები. მე ნეტა მაგ მიდგომით რო წავსულიყავით, თეატრ უკიან სხვა ვწდებოდით ისე. აბა
ცოტა გაასწორავდა. და კიდევ აქვს ის ასაკობრივი თემა რა, ანუ ძირითადად ისე ვაიტროლბოტებს, რა პატარა ხარ და არ გინდა ის პოლიტიკაზე ლაპარაკი თუ რაღაცა და რა შუაში. შედი ხარ კომუნიკაციაში მაგ დროს. პოლიტიკურ საკითხზე როდები და აი უცბად რო შემოგეყრებიან, ბოლოს მე აი აღარც წამეკითხავს, ან ადრე მქონდა მომენტი რომ ბლოკავდი და ვშლიდე მაგ კომენტარებს, მაგრამ აი მაგის ნერვით აღარ. აი პროფესიის არჩევისას თუ ქონია რომ აი გოგო ხარ და რაღაც ან ჟურნალისტიკაზე ალბათ ნაკლებად გექნებოდა. ან რამე ხო არ გინდოდა ისეთი რაც კაცური პროფესიის ნაწილი. იცი რა პოლიტიკოსობა მინდოდა ძალიან ბავშვობიდან, სულ მინდოდა პოლიტიკოსობა და სულ ხედავდი ჩემთავს პოლიტიკაში. ეხლა ახლა ხედავ ხანდახან. ახლა მით უმეტეს. გეთრედი ვიზმი დღეს მივდივარ ჩვენი პარლამენტის პლენარული სესიაა და ერთად ჩავიცვათ ძალიან მაგვიანდება და ლაშა ტალახაძეს და თუდა ბიჩხუბა მეორეჯერ. აი მე დეგენერატი ეხა გამახსენდა რეებს გწერდა. ტოპ. ანუ ტოპ სკანდალი იყო მართლა. მოყევი. მოკლედ ლაშა ტალახაძე ხო იცის კულტმაგარი და პარლამენტარი. უტვინოთან ყველაფერი და ანუ მაგაზე ხა ისეთ რაღაცას გავაჟღერ ვაფშე ანუ არ მithkoms ეს საჯოგადოდ მეორე დღეს ცოლიც წერდა voice-ებს მიგზავნიდა და აი voice-ების უკან აი ქალიური სოლიდარობა ჩემი სადგა მოიხატა იმიტომ რომ ანუ თან ბავშვების ხმაც გავიგა ხო რაღაცებს წერდა რომ ანუ ყველაფერი გასაგებია მაგრამ ახლა ეს საჯაროდ რაღაცა გამოტანა და მეთქი ანუ შვილო შენ მაქვს რა ვიცი რეები მომწერე ხა შენი ქმარი რო წერს გოგოს რო იმინა სადამდეც მომწდები იქ მომაფურთხე და რაღაცა ნუ კატასტროფები რა ეგ იყო სხვათა შორის ის სექსიზმი კი ნეგრეგო რომ მომწერა გოგოს ეგეთი რაღაცები და შემეძლო მეჩივლა, მაგრამ ანუ ამ სასამართლოში ის უნდა უჩვეულო. ხო და დავთაგეს თორზე, სხვა შორის არ მეკონა თუ მე ანუ არც მე. საიდან მოვიდა შენამდე? თორზე დავთაგე. რაღაცა დებილობა თქვა რომ ეხლა აი ძალიან მაგარია ოფილებს რო გვირიგებდით სპორტსმენებსო და იგეგმება თუ არა უკიდებო აი რო წავახალისო და ჩვენ სპორტსმენები და მეთქი აი შვილო შენ ხო იმენა მეყოფი და ის მეორე ყურმაგარა გვერდზე რო გიზის და ანუ ეგ დავთაგე და დავაწერე რა რომ ისეთი ისტორია აქვს და ისე მერიდება მის მაგივრად რომ ეხლა იქსის რუსების პარლამენტში ანუ აი და ჩემი თავისაც მერიდება რომ მანამდე სანამ ეს მოხდებოდა ოლიმპიადა რო იყო მან რო გულშემატკივრობდია რა ვიცი შენ ადამიანი ხარ და გულშემატკივრო შეიძლება არ არის დედაჩემი ტირო და მაგას სხვიდან გავიქეცი სასტუმროში რომ მეხურები და მაგისტვის ლაშა ტალახაძეს ძალიან ჩემშვილს როგორ აგინა მეც არ დავაკელე რა თქმა უნდა ხო და ანუ მაგრამ ყველაზე მაგარი მაგამ ბავშვი ის იყო რომ მე ხო ვიდეო დავდექთ და აი როგორი გამწარებული ვარ იცი რომ აი თან ხომ წერს და თან წერაც არის ეს ოღონდ და მეც აქეთ სულში ჩაკ აი ჩემთვის ზოგადად აი გინებაზე დიდი შეურაცხყოფა არის როცა მეუბნებიან რომ აი სულში ჩაგაფურთხება აი მაგაზე ცუდი აი მართლა არ ვიცი ადამიანმა რა უნდა კითხვას ანუ რადონის ცუდია და პარლამენტარი ხო თქვენის ვალდებულება აქვს ეხლა მეც კომენტარებში ჟურნალისტი ვარ მაგინებე და რა ყველას მიუვარდე და პაზული გავცე მეც ანალოგიურად მაგინებე სახმაძრობენ ყოველდღე და ნუ რავი ეხლა ყველას თუ ჩამოვყევი და ვაკეთე პარლამენტარი ხარ გაიზარდა ანუ voice-ი გამომიგზავნა კაცი ხარ ხო voice-ი გამომიგზავნა ხალხო პარლამენტი და სხდომაზე რა იყო მაგაზე დიდი უსაქმური მეორე ანუ ისუზის გვერდზე მაქსიმუმ ცოლმარაო ექსკლუზივი ცოლმა მომწერა რომ ნუ ყველაფერი გასაგებია მაგრამ საერთოდ არ იყო საჭირო ესე რომ გამოგეტანა და დაგედო ყველაფერი და ანუ რატო აგინე შენს და არ საჭირო არ იყო პასუხი გაეცა მემაბრალებდა ანუ და მეთქი ანუ იმის მაგივრად რომ ოდნავ ქალური სოლიდარობა ქონდეს და შენ მაინც ბოდიში მოიხადო შენი ქმრის მაგივრად თქო კიდე აქეთ რაღაცა დიდ გულზე ხარ თქო და ანუ ბავშვების ხმა რო გავიგე უბრალოდ ანუ voice-ებს მიგზავნე და თან ანუ ბავშვების ხმა რო გავიგე აი მან დავასტოპე თორე სადღაც რაღაც მომენტში ვიფიქრე რომ მეთქი ხა ამასაც გამოვაქვეყნებ და კიდე უარეს დავაწევზევიდან თქო, მაგრამ ანუ მან გავჩერდი რა და ანუ ისეთ ცუდი რაღაცები ქონდა მოწერილი, აი ქალურობა კი არა, აი მაგ ეგეც იგინებოდა? იგინებოდა არა, აი ხო ხვდები, აი ვიღაცა რო გაუპატიურონ და რო უთხრა რომ აი რო ეგრე რო გეცოდე, ეგრე რო გახვედი, აი ეგ მომენტი იყო ხო და ანუ ძალიან ცუდი იყო და ანუ მან ანუ ჩემ მეგობრები მეუბნებოდა რომ აი შენ რო გაქო ეგ სოლიდარობა და თვითონ არაო რომ აი შენზე დიდია და ანუ ის 23 წლის გოგოს რეებს გწერდაო რა აი
ცოტა გულდასაწყვეტი იყო. შენი ქმარი რო ვიღაცას წერს რო სადაბდეც მომწლები იქ შეგიძლია მომაფუხტყო და სად მიწვდები მაგას უყურდა ხვდება რასაც მოვაჭირდა ზევდან დავაფუთხებს ამიტომ მართლა. არა ეს შენი ქმარი რო ეგეთ რაღაცას იწერება სხვის მიმართ ანუ ეს ნერვებს არ გეშვის არ გაწუხებს არ ხიზიადები იმასაც ვერ ეუბნები შენიშნას ანუ მართლა ვერ ხვდები მაგას მან ვერ დავეწია მაგრამ მაგამ ბავშვი ყველაზე მაგარი იცი რა არის უზდელი ქალბა იდი ნახე უზდელო ქალბათონო ხომ მომწერა და ეგ გავდექი და გავტრენდა და დღემდე ვიღაცები აკეთებენ მაგ ტრენდს რომ დავდე ფოტო რა TikTok-ზე რა როცა შენი ქვეყნის ამბები გაინტერესებს და შენი ქვეყნის დაცვა გინდა რუსებისგან თუ რაღაცა ეგეთი დავაწერე და #უზდელი ქალბათონი და ძალიან ბევრმა დაიწყო მაგის დადება და აი ხარხარებდი მე აი ყველა დასცინოდა ტიპს ანუ აი იმდენიც ვერ ქნა მე ის ხო მე ყველას წერდა ყველას აგინებდა და ვიღაცები მიწერდა მე კომენტარებში ამ გოგოს როგორ აკინე წავედით ახლა ყველა მაგინოთ მეთქი მიხوارხართ მართლა ეგ ძალიან მაგარი მომენტი იყო მაინც რა შემდეგი გახსოვს შენი პირველი get ready with me ვიდეო რაც ეთყოდი იმ დღეს საკუთარ თავს ახლანდელი გამოცდილებით ჩემ თავს ვეთყოდი get ready with me არის შენი top ხო ნიშა არის ჩემი ყველას უყვარს მე მეზიწყება მაგის გადაღება იმიტომ რომ მეზარება ხოლმე მაგრამ მაინც ვიღებ თქვენთვის არა ძალიან ყველაზე მეტად მეზარება მაგის გადაღება მაგრამ ყველაზე მარტივია და მაინც ვიღებ მარტივია თან მარტივი ერთია და ის არის რომ ანუ ყველა მაგას ელოდება და ყველას ძალიან მოსწონს და მეც ვუყურებ ყოველს შორის ხო თან ხარდაობ ანუ მაგ პროცესში რა შენ ვაიბი მოგაქვს და მე დავამოყამე რომ ხალხს ევასება რომ უწყვალობ როცა არ ვიცი რა ჩავიცვა იმიტომ რომ როცა უცბად ვიცვა იმას არ უყურებენ და არ უხარიათ რომ ორ მე წუთში ვერტები რომ ამდენჯერაც ბოლო პერიოდში ვნახე შენ get ready with me 15 წუთი მატყუებს რომ რაღაცას იცვამს და ფსო გავემზადე მეგობრებო თუ რაღაც და მე ბოლოს წამში სხვათანაც ვიჩდება და მეგობრებო გამოვიცვალე წავედი ბაი და მიდის ანუ რაღაც მაყურები მაგასაც აყარდები ვინ აღარ ვიღებ ვიცვლი ჩოთვის წვალო და მე დავდებ ვიდეოს და იმ დღეს დამეწერს მაინც გამიცვალე ხო ეს უფრო მაგარია და რაღაცები რა და მაგას ძალიან მეცინება მეც რა ანუ მაგრამ ყველა მიჩვეულები ხართ რომ ცოტა ბიპოლარული ვარ მაგრამ რა ვქნა ეხლა დღესაც არ მომწონს როგორ მეცვია რო არ მომწონს ხო წელს ძალიან ტრენდულია ღია ყვითელი ლიმონის ფერი ეს ჩემთვის სულ ტრენდული იყო კარაქის ფერი უფრო კარაქის ფერი შეიძლება და ჩემს 21 დაბადების დღეზე მეცვა ეს ფერი კაპა ტრენდებს ქმნი მე საყვარელო და რა ჰეილი ბიბერი გაიგეთ ჩოპო ჰოლისმი როგორც დაავადება და თაკო როგორც ინფიცირებული პაციენტი გონია რომ შენ ანაგვიანებს წელს მეტ დასაცვლით არ არის ამ თვეში არაფერი არ მეყიდია წინათვეს ჩამომივიდა მაგრამ არა ვიყიდე უკაცრავად გატყუებ მაგრამ აუთლეტში ვიყიდე და არ ითვლება მართლა რატო იცი რა ის რა თქოს დაფიქრდა იცი რა უკვე რო შეკერილია უკვე რო დევს მაღაზიაში და გელოდება და აუთლეტი იქნება თუ ჩვეულებრივ მაღაზია მაინც ერთნაირად დევს და გელოდება არა ნახე აუთლეტი ხო ის არის რომ არ არის ჩამოწერილი პროდუქცია კაცო ისე მეორედი ხო არ არის არა მეორედი არ არის ხო უბრალოდ მეორედაც ყიდულობ მე რა ბავშვობაში ყიდულობდი არა დღემდე ყიდულობ ცეცხლებს ყიდულობ მართლა? Yes. აი მე ვერასდროს ვერ ვიყიდე. ტოპ წერტილები გააქვს, სადაც უეჭველი მიდიხარ და ყიდულობ. იცი რა, ესე არ დავდე ეს ონლაინ არის, ევროპიდან ჩამოაქვს, ისეთი დოლჩე გაბანები მაქვს. ორიგინალები? მაშინ მესმის კი. ხო. ადრე ან დავდიოდი ძალიან ხშირად, ახლა მეორედებში ძალიან მომწონდა. ბევრი რაღაცა დღემდე რასაც თებში პოულობდი ფეხსაცმელებს თბილისში. არა, ეგრე არა. მაგრამ ეს აი ტანსაცმელები აი ერთხელ ესე რაღაც უდიდესი ოთახია ვეშნიკეტება და წერეთელზე იყო და აი ესე ყარიან მარტალღები არის მართლა ტანსაცმლის და აი ეს ხვდებოდი. მე ალერგია მაქვს იმ ხსნაზე თუ რაღაცაზე რაც იყენებენ და ვერ ვშვები. ხო არა, მე ვშვებოდი და ძალიან ვერთობოდი და დაქალებთ ერთად ვივდიოდი და ძალიან ვერთობოდი და ძალიან ბევრი ტანსაცმელი, ანუ დღემდე მაკედან მაქვს და ვიცვამ ხოლმე რა. ორიგინალურებია და ისეთი ხო, ინდივიდუალური ვერ ნახავ. და შოპოჰოლიკი ხარ? ვარ. მე ვარ თაკო, მე ვარ 23 წლის და მე შოპო. მაგრამ რაღაცა უნდა ვთქვა, მე აი ტანსაცმელზე მეტად მომწონს მეიქაპის ყიდვა. მართლა? აი მე ხევა, ეხა მივდივარ სადღაც და აი უკვე აი ძალიან ცუდად ვარ მეც და ჩემი საფულეთ. როდის იგზავნე პირველად რომ შენი ხმა გავლენას ახდენს სხვებზე და ამას შეგაშინა თუ გაგაძლიერა. იცი რა, ორივე შემაშინა კიდეც და გამაძლიერად. რო დავიწყეთ სტუდენტებმა გაფიცვა, ბავშვები წერდნენ რომ სკოლებშიც უნდათ გაფიცვა.
და ერთი სკოლა რო გაიფიცა, ანუ მე რაღაცა რომ ნახე იმ ბავშვებს მივწერო, მეთქი ვიდეო ჩამიგდეთ მეთქი, იმიტომ რომ მინდოდა რომ დამედო, იმიტომ რომ სანამ ნუ აი ტელევიზიები ყველაფერს მოაგროვებდნენ, მე ეგრევებდი რაღაცებს რა და ეს ერთგვარად ბავშვებისთვის მოტივაცია იყო და ანუ ისეთი ამბები ხდებოდა ჩემს თორებზე, რომ აი სულ აი მთელი საქართველოდან ოღონდ არ იყო მარტო თბილისი ან კონკრეტულად ერთი ქალაქი, სოფლებიდან, ქალაქებიდან, ანუ ყველაფრიდან და ეგ ძალიან მიხაროდა, რომ ბავშვებიც რაღაცა ესე ჩაერთვნენ და მე სულ მწერდნენ, რომ ან სკოლაში არ უშვებდნენ, ან პირიქით სკოლიდან არ უშვებდნენ და რაღაცაები და მე ცალკე მოვიწია ბავშვების უფლებები და უკავშირდი იურისტს და რაღაცაები და წერდი მე რომ ესა და ეს უფლება გაქვთ, რომ აი იცოდეთ თქვენი უფლებები, რა შეგიძლიათ, რა არ შეგიძლიათ რა და ძალიან უხაროდათ ბავშვებსაც რომ აი პროტესტში თავისი რაღაცა წვლილი შეიტანეს და მეც ძალიან მიხაროდა ეს და თან აი ძალიან საინტერესო იყო მე როგორც აი 23 წლის ადამიანი ამას რომ ვუყურებდი რომ ერთგვარად ეს ჩემი გავლენა იყო აი ძალიან სწორად და თან შემეშინდა კიდეც რომ თქვი ალბათ დიდი პასუხისგებლობაცაა დიდი პასუხისგებლობა იყო კი ბავშვების ამბავით ძალიან დიდი პასუხისგებლობა იყო იმიტომ რომ იყო მომენტი რომ აი მშობლებმა თქვეს რომ ეს თაკოლები ვინ არის და ვინ გონია მაგას თავი და რაღაცაები და აი მე უბრალოდ ის მომენტი მქონდა რომ აი ბავშვებს ცოდნა თავისუფლებები და ანუ რჩევა მიმეც არა რომ აი კარგ და ეს ნორმალურ დაალაგებულ ფორმებში როგორ შეუძლიათ პროტესტი და არა რაღაცა სკოლის დანგრევა ან რამე რა და მაგას ვუხსნიდი მე ყველა ბავშვს რომ აი ფორმატები შეგიძლიათ გაკეთოთ ის შეგიძლიათ და ანუ ძალიან დიდი მშობლებიდან იყო რაღაცა მაგრამ მშობლებიცით მესმის რა ანუ ძალიან შევდივარ მდგომარეობაში და დიდად არ მისაუბრია მაგ საკითხზე ან უშუალოდ რაღაცა კომუნიკაციაში არ შევსულ მშობლებთან და უბრალოდ ბავშვებს ვეუბნებოდი რომ ანუ ყველას ვეუბნებოდი რომ თქვენი მშობლები გააფრთხილეთ იმიტომ რომ მშობელმა აუცილებლად უნდა იცოდეს არასრულწლოვანი შვილი რა შვება და რას აპირებს და ანუ ჩემ მხარდაჭერაზე დიდი მხარდაჭერა იქნება თქვენი მშობლების მხარდაჭერა შეშინების მომენტი ერთადერთი იყო მაშინ როდესაც დაიდო ჩემი სიუჟეტი ჩემზე სიუჟეტები იმედზე და პოსტივიზე და როდესაც ჩალო არაბიშვილმა თქვა რომ შემზარავია ეს გოგო თუ რაღაცა ეგეთი და მე არ შემზარავია თუ რაღაც არაბიშვილი რომ მაგას იტყვი შემზარა ბაჩოდიშარი ამ თქვა ეგ აი кайხნეზე შეზარეს ეთყობა ვიზუალურადაც შეზარულები არ არიან სულ მთელი ცხოვრება შეზარულები და შეცემულები თაკო უფრო ინფლუენსერია უფრო კრეატორი უფრო ჟურნალისტი თუ უბრალოდ მე ვარ უბრალოდ მეგობრებო არაფერი უფრო არ ვარ მე მაინც სადღაც ეკრევთვლი რომ ერთხელ როგორ მახსოვს ტელევიზიამ წერდა და აი რეგალია და მეთქი არ ვიცი თუ რაღაც რამე რატო ეს ინფლუენსერი ხარ თუ კრეატორი. ხო, მაგალითი მოყევია ხოდა. ხო, ანუ აი, სადღაც არ მაქვს ჩემ თავზე განცდა რა. და ვერ ვიაზრებ, რომ აი რაღაცა big ტიპი ვარ. და რა უთხარ ინფლუ? სხვა მუთხრა, რომ ინფლუენსერი არის. მე ვერ ვუთხარ მაშინ. ხო და ძალიან ისეთი მომენტია, მაგრამ აი, როდის ხვდებით, აი რომ ფოტოების გადასაღებად რომ მოდიან და აი რომ ხედავენ და ვაიმე და რაღაცა აი მან ხვდები, რომ აი ცნობილი ვარ თუ რაღაცა, მაგრამ აი ისე არ მაქვს ეგ შეგრძნება რა. ანუ უბრალოდ ძალიან სიამოვნებს მე თვითონ. მე ძალიან მიყვარს ლაპარაკი, რამდის ლაპარაკობ, აქაც ვერ ხედავთ. და ანუ აი ძალიან მიყვარს ლაპარაკი და ვიდეოების გადაღება ძალიან მიყვარს და ყურადღების ცენტრში ყოფნაც ძალიან მიყვარს სულ ბავშვობიდან და მაგიტო ეს ჩემთვის აი ჩვეული ამბავი არის, მაგრამ უცოდ აი სოციალურ ქსელებს რო გაცდები და უკვე რეალურ ცხოვრებაში მოდიან და გეხოთ ერთხელ მქონდა. ზღვაში ვარ და ვიღაცა ზღვაში მოვიდა ჩასახუტება. ვაიმე. ფოტო არ თქვა კიდე გაიწყვილდება ბოლა ხა ფოტო გადავიღოთ გიჟდები იმ ადამიანზე ოღონდ მართლა ანუ მეთქი აი ხარ-ხარი დავიწყე ანუ კინაყამ შევიხვი ზღვაში ოღონდ მართლა და ძალიან გამეცინა ვაიმე მაგრამ უფრო ქრიფი არის ბიჭებისგან ანუ ბიჭები საშიშკი არა რა ვიცი ანუ აი ეს გეუბნებით ხალხო 3-4 წლის ძალიან ცნობილი აი მართლა არ რაღაც 20.000 გამომწერენ ყავს თუ რაღაცა და ჩემდა მირეკავს რომ აი ამანათი მოგივიდა და აი მართლა არავისგან არ ველოდებოდი რა მაშინ ეს აი ყოველდღიურად ახლა როგორც მომდის ეგრე არ მომდიოდა და არავისგან არ ველოდებოდი და ერთი რასაც ველოდებოდი სადაც ვიყავი იქ მომიტანეს და სახლში რო ავდივარ ხსნი ამ ყუთს და ხვდება აი რა მოხდება თქვენი აზრით ჯადო ჯადო არა გულის ფორმის რამე მიკროფონში გულის ფორმის რამე არა ხვდება 10 თავი ნიორე
რა? ჯადოა რა არის? და ნოუთები იყო რა. და ეწერა ჩემი ფრაზები რაღაც ვიდეოებში. ცოტა ორიგინალური კი იყო. და სად ეწერა ვერ გავიგე. ამ ნოუთებზე, ანუ ეს 5 ხო იყო და შიგნით კონვერტი და რაღაც ნოუთები რა. და ამ ნოუთებზე წერა ის ფრაზები, რასაც ვამბობდი ვიდეოებში. და ერთ-ერთ ნოუთზე წერია, რომ რაღაცა რაღაც რეცეპტის ვიდეოში ვამბობ, რომ აი ნიორი ისე მევასება, რომ აი ორი კვილის მაგივრად 10 თავს უშვებით თუ რაღაცა და იდო ეს ცოტა ორიგინალური კი იყო. და ესეც მარ ძალიან შემეშინდა 10 თავი ნიორი. ეს საში არა, მე უცნაურია. საში მოიცა გადავიდე საშიშ ნაწილზე. მე რა ხდება იცი რომ ანუ ძალიან შემეშინდა რომ ვიდეო დავდო რა თან ვერ ვხვდები ანუ ყველას ვეკითხები ჩემს ნაცნობს რომ აი ბინო მისამართი ხო არ მიწერეთ და რაღაცები იმიტომ რომ ვერ ვხვდები ეს მისამართი საიდან გაიგო რა და რაღაცა იქ მინიშნებებიც ქონდა რომ აი სახელი გვარი და რაღაცა წერილი რომ მე შენ ძალიან მომწონხარ რაღაცა და ნუ კაი ნუ მომწერა კი არ მომწერა მეორე დღეს საღამოს 11 საათზე კარზე კაკულია და უცბად აი რა მჭირს იცი აი მე შოქში ვარ ჩავიჯვი მართლა ოღონდ თან აი რაღაცა პრეზენტაციას ვაკეთებ ისედაც ქუჩაშლილებს ვარ ძალიან შემეშინდა მართლა რა და გავდივარ და აი სადღაც აი როგორც ნობრო აი ეგ არის თუ რაღაცა ეგ რაღაცა საშიში მომენტი არა დედა ჩემი იყო და მაგათ ამოშტა ოღონდ მან ხო ორი ქალი სახლში დანა გაამზადე მაგით 12 აკრეფილი ხო აი მართლა ძალიან ვერ ვითმენ მალე მოკეთე ანუ კარი გავაღე ანუ ისე ნერვიულობდი აი მართლა რომ აი სახეზეც არ მახსოვს უცბად ესე რაღაცა ყუც მაჩეჩებს კიდე ხელი ან რეალურად ან საყვარელი ტიპი კი იყო ესე რა მაგრამ ვიზუალურად მოგეწონა ვიზუალურად არ მახსოვს მაგრამ ანუ შეშინებული იყო და იმახსოვს ყავი და აი მე გაგუცრა ახლა მართლა ჯავიჯვით ნახო და მაძლევს ამ ყუთს ხომ მაძლევს და თან მეუბნება რომ ეს მე ვარ ის მათი თავი ნიორი და ნიორი რომ მოგაჩუქეთ და მაპატიე თუ შეგაშინა შეშინება არ მინდო და პირველი რასაც ვეკითხები არის ის რომ აი მისამართი საერთოდ და ეს ნამსხვრევი თუ რაღაცა მიჩვენ მისამართი საიდან გაიგეთ თუ რაღაცა და მეუბნება რომ ანუ ეს რაღაცა მიტრიალებს ტელეფონს და ხელი ძალიან უკანკალებდა რა და მაჩვენ ხო, ანუ ძალიან არ იყო ნორმალური მართლა და ესე ვიდეოებს მაჩვენებს რომ აი აქ დავინახე კორპუსი, აქ რაღაცა ლიფტი, აქ რაღაცა სადარბაზო, ანუ ერთი აი ეზობელი შეხვდა რომ ხო ერთი 10 ვიდეო და გადაკრესტი ხო არა და მაშინ ჩემი სადარბაზო ეხა ჩაკეტილია ვერ მომატკებით ვერავინ. მე უნდა დავრეკო ვერც ვერ ვაღებ დაჟაბაკარს. და ანუ არ იყო ესე ჩაკეტილი სადარბაზო და მე მაგარი მე რაღაცა ფიხტი კლასში რომ ვიყავი, ჩემს სართულზე ვიწერია ლიზი და კუაჩი. რა მიხვედრა მაგას უდოდა რომ იქ ცხოვრობდი მაკართან. და მოკლედ ანუ ეს აი დადიოდა სადარბაზოში და ეწევდა და მე ხო მე ვუთხარ. სართული ანუ სართული და სართულზე ესე რაღაცა იციე. კარებზე ეწერა აქ ცხოვრობს ჯიშველი. ზუსტად და მე ვუთხარი რა ანუ მეთქია ცოტა კი არ ძალიან შემაშინდა თქო ანუ მადლობა თუ რაღაცა ისე ვუთხარი მაგრამ ანუ კიდევ ერთხელ მეთქი თუ გამოჩნდა ანუ გიჩვენებ თქო რა განადგურა და მე რამხლა გამოძიება ჩატარა საყვარლობა ვაფშე არა საყვარლობა ანუ სახლში ანუ მართლა ვეღარ მივდიოდი ანუ გვიან კი არა აი როგორი დავდიოდი აი დღემდე ეგ ადევნებაა ჩემი აზრით კაცის კი არა ჩემი ჭრდილის მაშინა იმდას გული გამისკდა ჩემი ჭრდილზე როგორ მოიშორა და უდი აი მხლა ტექსტები მწერე ბოლომდე არც მაქვს წაკითხული დღემდე ყველაფერი და მე დავდე ეგ ისტორია Instagram stories-ზე რომ მეთქი ესე მოხდა თქო და ცოტა ისეთი მანიაკალური საქციელები არასწორებს თქო რა ანუ გვეშინია გოგოს სხვანაირადაც შეიძლება რაღაცების გაკეთება თქო და გაბრაზდა საერთოდ არ იყო მანიაკალურია მე შენ ვაგიხსენე ყველაფერო და unfollow-ს გიკეთებოდა და unfollow გამაჯმეინ აკეთ და cancel-დი თაკო მეტის ღირსი ხარ ყოფილა მომენტი როცა ბრენდი დაგიკავშირდა და უარი თქვი რადგან ხირებულებები არ ამთხოვდა იყო ამ თვეში განსაკუთრებით ქართული თუ სხვა
ნუ ამერიკული, რომელიც ქართულში ფუნქციონირებს, ვიტყვი ესე არ მაქვს პრობლემა, Subway, Dunkin-ი და Wendy's-ი. მოკითხვა სოსო ფხაკაძეს. სალამი, ოღონდ ბოიკოტს უცხადებდი ტიპებს და მეც მასე მივესალმე. ძალიან უხერხული იყო. ნუ აი Subway-მ რომ მომწერა, ნუ არც უპასუხე, არც Dunkin-ს სპონსორობა უნდა და რომ აი სპონსორი ყოფილიყო და ანუ საერთოდ პასუხი არ გავეცი, არც Wendy's არ გავეცი პასუხი, ვინც მომწერა, მაგრამ მე ნომერი გაარკვია და 1-2 დღის წინ იყო რომ მომწერა WhatsApp-ზე და უპასუხა რომ მეთქი არანაირად არ ემთხვევა ჩემი პოლიტიკური შეხედულებები თქვენ კომპანიას თქო და საერთოდ არ გეკეთებთ არასდროს მეთქი რეკლამას თქო და ნუ ხო რაღაც ტექსტი მივწერა რომ მეთქი თქვენთან პირადად ესე არ მაქვს პრობლემა მეთქი, მაგრამ ნუ აი არ მასულა ჩემთვის ეგ კომპანიებს გავუკეთო რეკლამა მიუხედავად იმისა რომ ნუ როგორც გავიგე ხა სხვებისგან, იმიტომ რომ სხვებსაც შესთავაზეს ჩემს ნაცნობებს, აი მართლა ძალიან დიდ და კარგ თანხას იხდია და ვზივარ ახლა უფულო და პრინციპული. ბოლო კითხვა მეგობრებო. კაილი და კრის ჯენერები, იმფლუთაკო და დედამისი, როგორ ისეთი ეპატაჟური კითხვა. ყველას ძალიან უყვარს სხვათა შორის ირინა და მე ძალიან მიხარია ეგ და აი როგორც მე მაქვს ის მომენტი რომ აი ვერ ხვდები რატო და რატო არ ცნობილი და რაღაცა ირინასაც ეგ მომენტი აქვს და ივენთებზე აი სიპარის ივენთებზე, კლუბის ივენთებზე რაღაცა აი ყველას რომ წერენ ხოლმე რომ პატიჟებენ, ეგ რომ წერენ, დედაც აუცილებლად უნდა წამოიყვანო. შენ და სარწყის? არა, იმიტომ რომ ჩემ და საერთოდ არა ეგ ტიპი. ძალიან მოწყვეტილია, საჩუქრებიც ყოფნის რაღაცები, რაც მოსწონს, იმას ჩუქნი ხოლმე და ეგ ძალიან უხარია, მაგრამ ესე აი წამოსვლა და სადღაც იმედზე ყოფნა, გოგოს ფოტო არ მაქვს. რაღაცა რომ კითხო, აი დაბადების დღეს ვერ გილოცავ დაო. მართლა ხო, იმიტომ რომ არ რიჟა ხო რაღაცა მახსოვს რიჟა დალამაზია. კი და არ უყვარს ფოტოების გადაღება და ნუ ეგეთი ივენთები ძალიან სხვადასხვა ადამიანები ვართ მართლაც დედამიწა და დედჩებს ძალიან მე და დედაჩემი ძალიან ერთი ტიპაჟები ვართ ორივე ბრანჭია ფუფალა ფოტოები რაღაცა ძალიან გვიყვარს ორივეს წერს ხოლმე ან დედაჩემს ან TikTok-ი ახლა სახელი არ აწერია და ეს მოსწონს ცოტა ყურადღება და ვიმონტაჟებ მე ვიდეოებს და აი ყველაფერი მე უნდა დავუერთდროპო და მე ხო ჩემი მაქვს ხალხო 500 დასამონტაჟებელი და დედა ჩემი ხო მიმატებს და დედა და რას მონტაჟები ვერ ხვდები? რაღაცა აი Reels-ის პონტებს ვიმონტაჟებ და ეგ მოსწონს და ან Facebook-ზე აზიარებს ხოლმე ან TikTok-ზე 1000-ში ერთხელ დებს და მე წერს გოგო დამირე პოსტი არ შეხვდა აი მე ძალიან საყვარელია ძალიან და ძალიან უხარია და ყველა რო ეუბნება კომპლიმენტებს რომ აი მე რა ლამაზად გოგო მართლა ესე კარგად გამოვიყურებ მე კი გოგო ძალიან მართლა ძალიან კარგად გამოიყურება და ძალიან უვლის თავს და ეს დედაჩემისგან მაქვს პრანჭიკელობა, იმიტომ რომ დედაჩება ის ქუსლებზე და რაღაცა აი მთელი ბავშვობა დედაჩებს ქუსლებს ვიცობდი, 1-20 ქუსლი მაქვს ატეხილი და თავი რატო გაგიტეხეს მე? ის იმდენი ფეხსაცმელი ქონდა ხო იცი ერთხელ მომატეხეთ მე ჩემი დაკალი ვიდექით, მაგის აი უდიდეს ქუსლებზე აყო ერთხელაც საცმეა და მე რაღაცნაირად აი პარკში ჩავტენე და შევინახე და 5 წლის მერე აღმოაჩინა და ვაიმე ეს ფეხსაცმელი რაც უდეჩებდე გაატყდა მე გვი დავასრულეთ. კარგი იყოს ყველაფერი არსა. რა სიტყვი რატო უნდა გამომიწერონ? წამხარ, წახარ ესე ცოტა. იმიტომ რომ პირველ რიგში ჯიბეთ უყურებს ამ დრომდე. ნუ აი ძალიან გაერთობეთ ჩემი აზრით. მე აი ჩემნაირი სტუმრები რო ეყოლება, ხო, ჩემნაირი არავინ არა, მაგრამ მაინც რო ეყოლება ესეთი კარგი საინტერესო კითხვები რო აქ ხაჭაპურის რა ქვია? კაი, გაჩვენე დავასრულოთ. დიდი მადლობა რომ გიყურეთ. გამოჩმევინა. ეცახე ხაჭაპურის შენ დაიწყე შეიღე ხაჭაპური ლობიადი ყუჩი გვიხრია დოლარის ფული არა ხალხო რა ის მოიტანოს რაღაცა წადი ზომაღაზიაში და და მარ ჭუჭელდა ესე მოთა გაზაჟრობად და შესივდა ის ხედა ვეღარ ნუ დავიკიდოთ შეცივდა ის არა საყვარელო წადი აკვარიუმში კი არა და ზომაღაზიაში დაიხიდე თაკო ის რო გაგვიზრო მოვწმენთ პროჯი ბავშვიას კარჩი როგორ გამა ხალხო მართლა ძალიან მაგარია და უყურეთ ძალიან არ დავასრულე კიდე რო აგრძელე ბოლომდე მე ვარ ყველაზე მაგარი და ძლიერი ვისაც უნდა შემიჯიბროს მაჯმე კაი ყო მალადეც